რაღაც სტუმრები არიან თითქმის მუდმივი მონაწილეები ბატონი გრიგოლონიანი, ბატონი გოჩეცოფურაშვილი და ბატონი დავით გალიგაშვილი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკონომიკაზე, სტალინის ეკონომიკურ სასწაულზე და აქვე დავაანონსებ ინტერაქტივს სტალინის ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებული იყო პირველი ადამიანის რესურსების სრულ მობილიზაციაზე, მეორე მიჭირს პასუხისგაცემა და მესამე გეგმიურ ეკონომიკაზე. ვთხოვ YouTube ადმინსაც და მისწეროთ ბატონ პაატას, რომ დადოს ეს ჩვენი გადაცემა აუცილებლად. მე რა თქმა უნდა დღევანდელ გადაცემას ისე დავიწყებ, როგორც ყველა გადაცემას ვიწყებ, სტალინის პერიოდის ეკონომიკური მოდელი ხშირად წოდებული როგორც საბჭოთა მობილიზაციური ეკონომიკა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური და მასშტაბური ექსპერიმენტია. საბაზრო ურთიერთობების თითქმის სრული ლიკვიდაციით სახელმწიფომ თავის თავზე აიღო რესურსების განაწილების, ფასწარმოქმნისა და დაგეგმარების აბსოლუტური მონოპოლია. ამ სისტემის სიღრმისეული ანალიზი მოითხოვს მისი მთავარი სტრუქტურული ელემენტების, ფუნქციონირების, მექანიზმებისა და იმ ფუნდამენტური წინააღმდეგობების განხილვას, რამაც საბოლოო ჯამში ამ მოდელის გრძელვადიანი სტაგნაცია განაპირობა. მოდელის სამი საყრდენი სვეტი. სტალინური ეკონომიკა ეფუძნებოდა სამ ურთიერთდაკავშირებულ პროცესს, რომელთა რეალიზაცია 1920 წლების ბოლოს დაიწყო. ფორსირებული ინდუსტრიალიზაცია. მთავარი აქცენტი კეთდებოდა მძიმე მრეწველობის, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე. სუბუქი და სამომხმარებლო მრეწველობის ხარჯზე. მიზანი იყო ქვეყნის სრული ეკონომიკური ავტარკია, თვითკმარობა და თავდაცვის უნარიანობის მაქსიმიზაცია. იძულებითი კოლექტივიზაცია. სოფლის მეურნეობის ინდივიდუალური მეურნეობიდან კოლექტიურ სისტემაზე კოლმეურნეობები კოლხოზებზე გადაყვანა. ამას ჰქონდა არა მხოლოდ იდეოლოგიური, არამედ წმინდა ეკონომიკური ფუნქცია. სოფლიდან იაფად ფაქტობრივად უფასოდ მარცვლებულსა და რესურსების ამოღება, მათი ექსპორტზე გატანა და მიღებული ვალუტით დასავლური ტექნოლოგიებისა და დანადგარების შეძენა ინდუსტრიალიზაციისათვის. კანცრი ცენტრალიზებული დაგეგმარება, ხუთწლიანი გეგმების ხუთწლედების სისტემა. ეკონომიკა იმართებოდა არა მოთხოვნა მიწოდების, არამედ დირექტიული მაჩვენებლების მიხედვით. ზემოდან ეშვებოდა კონკრეტული ბრძანება, თუ რა რაოდენობის პროდუქცია უნდა ეწარმოებინა ამა თუ იმ ქარხანას. ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, არის ეს სამი მიმართულება. თუმცა ის მსჯელობა, რომ საბჭოთა კავშირში არ იყო კერძო ინიციატივა, ამას მე არ დავეთანხმები არანაირად, რადგანაც იყო არტელები და სწორედ არტელები იყო გასაღები საბჭოთა კავშირის ეკონომიკური წინსვლის, რადგანაც კერძო ინიციატივა იყო პირიქით წახალისებული. ხოლო მას შემდეგ რაც ხრუშჩოვი მოვიდა ხელისუფლებაში სტალინის შემდეგ, ეს არტელები შევიდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში და მოიკლა მთლიანად აბსოლუტურად ინიციატივა კერძო, რამაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საბჭოთა ეკონომიკას. დავიწყოთ ჩვენ ბატონო გრიგოლ თქვენით ჩვენი ანუ სტალინის ეკონომიკა როგორ დაახასიათებთ მას და რა მიმართულებებს გამოყოფთ მასში? ბატონო ხა ჯერ ეკონომისტებს ვალაპარაკობ და მე საერთოდ ყმედობის დარგში მომეცი მე ამ ისტორიული ეს კარგი, მაშინ ბატონ დავითი დავითისგან დავიწყოთ და დავითისგან დავიწყოთ. დავით შეიძლება რომ შესავალი გავაკეთო 9 მარტზე? რა თქმა უნდა გააკეთო. მოხდა ბატონი გრიგოლის დიდი პატივისცემით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა. კი ბატონო. წინა გადაცემების შემდეგ 1-2 ახალგაზრდა დამელაპარაკა და მკითხა სტალინთან დაკავშირებით შემოსაზრებებზე. თან გძნობდი რომ რო არ მოსწონთ ეს სტალინი რო არ იციან ვინ იყო და რომ მეკითხებიან, აბა თქვენ რას ფიქრობთო რა? და მე მინდა რომ მათ გავცე პასუხი და თან კიდევ ბევრს გავაკონო ის რაც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხრუშჩოვის და სუსლოვის ხელით გადაწყვეტილი იყო საქართველოს ძალიან დაბლა ჩამოწევა და დაცემა. ეს იყო გადაწყვეტილება. მაგრამ ყველასთვის ახლა ცნობილია რომ ეს მოხდა და გამომზეურდა 1954 წლის მარტში.
და ის სასაკლაო რომელიც მოაწყეს მაშინ საბჭოთა სამხედროებმა ტექნიკით ეს თბილისში მოხდა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ერთ-ერთი საპატიო ადამიანი დღეს ვინც საქართველოში ცოცხლობს და კარგად არის და ვინც იქ მონაწილეობდა გახლავთ ბატონი გრიგოლ ონიანი და წარმოდგენა იმისა რომ თქვათ ვიღაცა შეტრფის რომელიმე იმპერიას არასწორი მგონია იმიტომ რომ მაშინ ის ადამიანები 9 მარტს საქართველოს იცავდნენ იმიტომ რომ მათ ეს გრძნობა ქვეცნობიერი გრძნობა უკვე ჰქონდათ რომ არა მარტო სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული ის ცნობილი მე-20 ყრილობა და ყველაფერი არამედ საქართველოს განადგურება იყო გადაწყვეტილი და ამის წინაპირობა იყო ერთი ფაქტი რომელიც მინდა რომ ვახსენო რომელიც შეიძლება ბევრ მარს კი იცოდეს 1959-50 წლებში ჯერ ჟურნალში ბეჭდებოდა და შემდეგ 54 წლის ბოლოს გამოვიდა პავლე ინგოროყას წიგნი გიორგი მერჩულე. ეს გიორგი მერჩულე წარმოიდგინეთ იმდენად დიდი ისტორიული ნაშრომია, რომ თითქმის ყველა სუფრაზე ერთ-ერთი პირველი სადაგრძელო ამ წიგნის აისმებოდა. იმიტომ რომ აქ იყო აღწერილი უაღრესად დეტალურად აფხაზეთის, დაუკლარჯეთის და ქვემო ქართლის ისტორიები, რომელიც დღესაც კი არის სამეცნიერო ჭიდილის არეალი. აი სწორედ მაშინ 55-ში მოხდა ის, რომ სწორედ კრემლის დავალებით აფხაზეთში სოხუმში ეს წიგნი დაიწვა. არც ერთი წიგნი არ გამოცემულა საქართველოში, რომელიც სადღეგრძელოთი იყო აღნიშნული სუფრებზე, თან ყველა სადღეგრძელო ყველა სუფრაზე და არც წიგნი არ დაუწვავთ სოხუმში გარდა პავლე ინგოროყვასი. ეს დღემდე გრძელდება, სხვადასხვა ის წიგნი დღემდე მიჩუმათებულია. ამიტომ ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ბატონ გრიშა ონიანს არა მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო, არამედ ის იქ მაშინ საქართველოს იცავდა, იმიტომ რომ ეს განცდა მაშინ ყველა ახალგაზრდას ჰქონდა, როგორც 9 აპრილს ჰქონდათ. ასეთი იყო 9 მარტი და ამიტომ მე მინდა რომ გაუფანტო ახალგაზრდებს განსაკუთრებით ახლა უპროსებს ჩემი სწავლება არავის არ ჭირდება. აი ეს მოსაზრება რომ თითქოს ადამიანი იყოს ვიღაცის მხარეს, საქართველოს მხარეს არის ბატონი გრიშა და მე მინდა რომ ჩემი პატივისცემა ამით გამოვხატო ბატონო გრიშა თქვენს მიმართ. დიდი მადლობა. რაც შეეხება ეკონომიკას ეკონომიკა საქართველოში 50-იან წლებში იყო ისეთი როგორც საბჭოთა კავშირის ყველა მაშინდელ რესპუბლიკაში. მაგალითად ჩვენთან მრავალწლიან კულტურებს ხეხილს ეკავა 300,000 ჰექტარი. ტექნიკურ კულტურებს 50,000 ჰექტარი და ხორბალი ინტესებოდა 280,000 ჰექტარზე. და ერთ-ერთი წელი იყო 59 იყო 50 კანდიდ ჩარკვიანმა მიმართა სტალინს რომ ჩვენ ქართლშიო ხორბალზე გაგვიჭირდაო, იმიტომ რომ გვალვიანი სეზონი ყოფილა და დამატებით თხოვა რომ 30,000 ტონა ხორბალი გამოეყო. სტალინი ახლა ყველა ციფრზე პირადად ფლობდა, ყველა მიცის, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გამოუყო და მისცა, მაგრამ მან შემდეგ დაიბარა და დაავალა 280,000 ჰექტარიდან უნდა ავიდეთ 1 მილიონ ჰექტარზე ხორბალი და ეს დავალება გასცა კიდეც. მოკლედ ქართველებმა მაშინ იცოდნენ მაინც მოტყუილება და რაღაცა მოატყუილეს და მილიონ ჰექტარზე პროგრამა წარადგინეს არა ხორბალზე, არამედ მარცვლეულზე და ხორბალი იყო მასში 280,000 ჰექტარი მარტო. რატო შედარებისთვის თქვი დღეს რამდენია? დღეს 150,000 ჰექტარია თუ არ ვცდები. 50,000 ჰექტარია მაქსიმუმ. მართლა? 45-დან 50. კაცო, ვინ არის აღმრიცხელი კაცო რა? 280 და 50,000. 50,000-ია. ეს სასწაულსაც არ არის 50,000 ჰექტარზე. უმეტესობა არის აფურაჟე ხორბალი. ბატონო გოჩა. კი, სხვაობა დიდი. აი ესეთი სხვაობა არის მაშინ. აი იმ პროცესში მონაწილეობას იღებდა ახალი უმაღლეს დამთავრებული პეტრე ნასყიდაშვილი 52-ში დაამთავრა მან უმაღლესი და ამ პროგრამის განხორციელებაში ის ჩაერთო. საქართველოს უნდა მოეყვანა 600-700 ტონა ხორბალი, რომ თავისთავი დაეკმაყოფილებინა სრულად და ეს დაიწყო კიდეც 50-იან წლებში. პეტრე ნასყიდაშვილი ჩვენ მე და ბატონმა გოჩამ ვთხოვეთ და უკვე ხნიერ ასაკში 10 წლის წინ, 14 წლის წინ დავაბრუნეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ჩავაბარეთ ჩვენ დაქვემდებარებული ორგანიზაცია და მან საოცარი რამ მოასწრო. საქართველოს 30 რაიონში, 4 ჰექტარზე, 10 ჰექტარზე, სად როგორ იყო კახეთში, ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთშიც იყო 1-2 ადგილი, დავიწყეთ ხორბლის ჯიშების შემოწმება. გამოცდა თუ რომელ რაიონს თანამედროვე ეპოქაში რომელი ხორბლის ჯიშები წაადგებოდა. ჩვენ გავსინჯეთ 200-ზე მეტი ჯიში, ამერიკული, ფრანგული, გერმანული, ავსტრიული, რუსული, ქართული და ეს 3 წელი გრძელდებოდა
და ან 15 ახალგაზრდა გამოიზარდა გიორგი დოღუნიშვილი ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას პეტრე ნაცუკეთაშვილი ასწავლიდა ყოველ კვირა აღერიცხებოდა ამინდი რითი შეიწამლა რა მოხდა ამდენი მოსავალი მოვიდა და 3 წელი მინიმალური აუცილებლობაა რომ ჩვენ გავიგოთ რომელ რაიონში რომელი ჯიში უდგება რომ მოვიდეს 3 ტონა 4 ტონა კარგი ხარისხი წებოგვარა ყველაფერი აღერიცხებოდა უმაღლეს დონეზე ჩვენი წამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი მოანგრიეს და მოშალეს საქართველოს რომ შევადაროთ დღეს აწარმოებს თავისი მოხმარების მხოლოდ 5% სასურსათო ხორბალს, სადაც შენ თუ რამე ხორბალია ის მეფრინველობის ფაბრიკებში გამოიყენება. სომხეთი აწარმოებს 50%. სომხეთი პატარა ქვეყანაა ტერიტორიით. ქვაღორღიანი ქვეყანაა. მან სახელმწიფოთესი არც კი აქვს რომ 50% აქ მოყოფილებს. აზერბაიჯანი ნახევარი იქ ნახევარ უდაბნოები არის, წყალი ნაკლებია, აწარმოებს 90%. ჩვენ 5%-ს ვაწარმოებთ, არა და წელს გახარებულები მთელი მთავრობა იყო იმით, რომ თურმე ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო. ხორბლის სამშობლოცა ვართ. ღვინის და კიდევ თაფლის ბატონ მალხასთან ტელევიზიაში ყველაფერზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი, ყველაფერი სამშობლო ჩვენ ვართ საბოლოო ჯამში. დედამიწის სამშობლო საქართველოა. კინა, თიხა, ვერცხლი, სპილენძი რა ვიცი თაფლი ყველი რა ვიცი მეტი რა მედიცინას მედიცინის აკვანი ვართ დედამიწის სამშობლო ბოლო საქართველოს გამოვა დამეჯერეთ ახლა ეს ჰიპოთეზაში ჩავთვალოთ მაგრამ ისიც თქვა მინდა ჩვენ ოტი იოსელიანი ამბობდა რა ხა პეტიორი შტატიკასი ყველა ქვეყანაში არის მაგრამ ეროვნული გამოთაყვანება რა დაგვემართავ ეგეთი არ მინახიაო რა ეკონომიკური აზროვნება საქართველოში არის გამოთაყვანების დონეზე დასული. ადამიანები, ეს ვინც არიან სპეციალისტები, კაცო, განსაკუთრებით ოპოზიციაში, არც მთავრობას აკლია იმ ასეთი აზროვნების ხალხი, თავისუფლება მიაჩნიათ ის, რაც რეალურად არის მონობა, კაცო. და არა მარტო ეკონომიკაში, აგერ გახსოვთ როგორი პროპაგანდა იყო იმისი რომ თურმე შეგიძლია რომ ეს პლანია თუ მარიხუანა მოციო თავისუფალი იყოს ადამიანი რაღაცა წამალი გაიკეთო სკოლაში ბავშვებს თუ უნდა ისწავლიან თუ უნდა არ ისწავლიან თუ უნდა სწავლენ თუ უნდა არ სწავლენ ეს თავისუფლება არ არის ეს არის ქვეყნის დაჩიავება და დაშაჩანაგება კაცო რაც ხდება საქართველოში და სწორედ მობილიზაცია რასაც ქვია სამობილიზაციო ეკონომიკა ეს მარტო ხორბლის წარმოება არა არც მარტო ეკონომიკა არა მობილიზაცია გვჭირდება საქართველოს მithumetes ამ უმძიმეს ეპოქაში რომელიც დგება მსოფლიოში და დადგა უკვე იმისთვის რომ საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან, წარმოებიდან, მისი პროდუქციის რეალიზაციიდან ყველაფერი გადავიდეს სამობილიზაციო რელსებზე. სამობილიზაციო არ ნიშნავს სამხედრო მობილიზაციას. ამ შემთხვევაში იგულისხმება ჩვენი ენერგიების, შრომითი რესურსების, ფინანსური რესურსების, რომელიც არის ჯერ საქართველოში, ამის გამოყენება სწორი გზით და ხორბალში, რაც ჩვენ დავიწყეთ, ხომ? ოცნების შემდეგმა თაობამ ვინც მოვიდა სამინისტროში ministrad da parlamentში ვინც იყვნენ და ყველა ეს ყველაფერი მოშალეს გაკეთებული იყო ჩვენ არ ვლაპარაკობთ მე და ბატონი გოჩა თეორიულად რომ ესე უნდა მოხდეს ის რაც გაკეთებული იყო ჩვენ იმას უყვებით რაშიც მონაწილეობა მიგვიღია და საქართველოს შეუძლია რომ 2/3 დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასურსათო ხორბალზე ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ 9 მილიონი ტონა მაგალითად და ამისთვის გადასადგმელი არის შემდეგი ნაბიჯები. სოფლის მეურნეობის მინისტრი ახლა საბჭოები შეიქმნა ყველა დარგის წარმომადგენლს ხდება. ეს ძალიან კარგი ნაბიჯია, მაგრამ 10 ნაბიჯიდან ეს არის 9 პატარა ნაბიჯი მარტო. ხო შეხვდები და მოусმენ კარგია. რას გააკეთებ ამაზეა საუბარი და თუ მაგ 1-2 წუთი ბატონო მოხავს ვიტყვი, რა არის გასაკეთებელი ამ დარგში? პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე რომ ზოგადი საუბარი არ გამომივიდეს. პირველი 30 წელი 90-იანები, ნულოვანები და 10-იანები საქართველოში ფქვილი არ შემოდიოდა. გადაწყვიტა უცნებამ, არ ვიცი, ვინ თხოვა ახლა ხელისუფლებას, რომ ფქვილი შემოგვატანინეო, პურის ფას დავარეგულირებთო, ფქვილი შემოუშვეს მილიარდი დოლარის ღირებულების წისქვილ კომბინატების ეს დარგი. პრაქტიკულად 2/3 და კიდევ უფრო მეტად დადაბლებულია მისი წარმოების მაჩვენებლები. საქართველოში გემებით ხორბალი აღარ შემოდის. პორტს მოაკლდა სამუშაო. რკინიგზა აღარ გადაზიდავს ხორბალს. ხორბალი თუ რაიმე შემოდის, რუსეთიდან შემოდის, კამაზებით შემოვაკვდა რა ხარისხისა კიდე რას იქ არ ჭირდება ტარაბელში, იმას აგზავნია საქართველოში. ფქვილის ხარისხი არ კონტროლდება. ძალიან დიდი მინერალებით ახსავს ფქვილი იყიდება საქართველოში რას კი რამე შემოდის. ჩვენ ბიუჯეტში ვკარგავთ ბევრს, წისქვილ კომბინატებში იკარგებიან ძალიან ძლიერი სპეციალისტები, ლაბორატორიის თანამშრომლები, ინჟინრები, ყველანი ეს ვინც ყავდა ჩვენ და 30 წელი მუშაობდნენ, ამიტომ პირველი ნაბიჯიაც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ. ამის გამკეთებლები არ არიან, მაგრამ მაინც მე გეგმას შემდეგნაირად ვაწვდი. პირველი, აიკრძალოს ფქვილის შემოტანა საქართველოში.
პირველი ნაბიჯი და აუცილებელი. ბაზრის დაცვის ღონისძიების გარეშე, რაც არ უნდა გააკეთო, მაინც არაფერი არ გამოვა. შემდეგი ნაბიჯი რა არის? ერთი წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ წისქვილ კომბინატებმა დაიბრუნონ ძველი სიმძლავრეები, თუ კი მათ უჭირთ დიდი პარტიების შემოტანა, მთავრობა ფინანსურად უნდა მათ გვერდში დაუდგეს ნახევარი წელი, მაინც შემდეგ ეს პული ამოიღოს და არ დაკარგოს იქ ყველაფერში და წისქვილებმა უნდა გამართონ თავიანთი მუშაობა ქატოს წარმოებითაც. ფასი არ გაიზრდება, ფასი შეიძლება შემცირდეს, ხარისხი კონტროლს დაექვემდებარება. აღდგეს ის რაც ჩვენ დროს იყო პეტრე ნასხედაშვილის მიერ აღორძინებული ჯიშთა გამოცდა ისე როგორც იყო, დღეს ხდება ახლა სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ამ საკეთებს სოფლის მეურნეობაში, მაგრამ ის მასშტაბები არ არის 1/15-ის არ არის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით 12 წლის წინ მაგალითად რა. იმიტომ რომ 30 ადგილას 15 ახალგაზრდა უკვე მაგრად იყო მომზადებული, ყველა დაიშალა, ყველა სადღაც წავიდა, ზოგი უცხოეთში, ზოგი მაშია. ამის სახალგაზრდების თავიდან გამოსაზრდელი არის. პეტრე ნასხედაშვილიც გარდაიცვალა ამ საქმის სპეციალისტი. ჯიშთა გამოცდის აღდგენა და 5 წლის პროგრამის შემუშავება, რომ საქართველოს მიაღწიოს სასურსათო ხორბლის 9 მილიონი ტონის წარმოებას, რაც შეგვიძლია 1/13 ჩვენ არ არის აუცილებელი რომ სულ გადავფაროთ, 1/13 კი ბატონო შეიძლება რომ დაიშვას და იმპორტით შემოვიდეს. ეს არის პირველი დარგი, მე ახლა სოფლის მეურნეობის მინისტრს მიმართავ, მაქვს პატარა იმედი, იმიტომ რომ აი ახლა საბჭოებს არ ხვდებოდა წინა მინისტრები არავინ, ახლა საბჭოებს ქმნის ყველა დარგში ელაპარაკება. ეს ძალიან დადებითი პიროვნება, მე პირადად ვიცნობ მამამისსაც და მასაც ძალიან დადებითი. სონღულაშვილი. ბიძინა სონღულაშვილის შვილია, ძალიან ღირსეული და კარგი ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან მონდომებულია თან. სწორედ და საღათ აზროვნებს. მე ბევრჯერ ვესაუბრე მას და მინდა რომ მოვიწვიო კიდევაც გადაცემაში, რომ ვისაუბროთ. იმიტომ რომ როცა ადამიანი ეკითხება რჩევებს ადამიანებს, ეს უკვე კარგია. ძალიან კარგია. აი ეგ არის მთავარი. ჩვენ რა გვინდა ეხა? მე არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ რამე თანამდებობაზე დავждეთ. თქვენ არ ვიცი რა მიზნები გამოძრავთ. ჩვენ გამოვიერთ უკვე ეს დროს ხო, მით უმეტეს. ჩვენი მიზანი რა, რომ ამ ქვეყანას ეშველოს, სოფლის მეურნეობა დადგეს ფეხზე და ეს სტალინური მეთოდით იქნება თუ კაპიტალისტური მეთოდით თუ ჩონდუხვანის მეთოდით თუ იმისი რა ქვია თურქეთის მეთოდით თუ როგორი მეთოდით იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც თქვა თავის დროზე მაუძედონმა, ჩვენთვის თავარია რაფერია კატა მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ისეთი კატა იყოს, რომელიც თავს დაიჭერს, ხო? რა მნიშვნელობა აქვს, წითელი კატა იქნება, შავი, თეთრი, ყვითელი თუ ლურჯი. თავარია თაგვი დაიჭიროს. ამიტომ ჩვენ ამ თავრობასაც ერთგვარ რჩევლებად ავართ გამხდარი, რომ ჩვენი რჩევები გაითვალისწინოს. თუ რა თქმა უნდა ეს რჩევები ლოგიკურია. და ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენ გვაქვს სტალინის მოდელის. თვით ხელოვნური ინტელექტიც კი აღიარებს, ხელოვნური ინტელექტი მოგეხსენება რამხელა ინტელექტუალური ბაზა, რომ სოფლიოში არ არსებობს ესეთი მოდელი და ესე სწრაფად განვითარებადი მოდელი ეკონომიკის, როგორც შექმნა იოსებ ბესარიონიძე სტალინი. და რატომაც მოიგო ომი? და რატომაც მოიგო შემდეგ ომი. რამოდენიმე დღის წინ იყო ერთი ადამიანი მოსული და რომ მითხრა, რომ აი მე არ გეთანხმებით, სახელმწიფოს არ უნდა ჩავრიოთ ეკონომიკაში და ასე შემდეგ და შემდეგ და მე კითხვა დაუსვი. კარგი მე ვთხარ დაუშვოთ ეგრეა. მოდით მე კითხვას დაგისვამთ. თქვენ ახლა ამბობთ თქვენ ხართ ეკონომისტი. იმ ადამიანს ვეუბნები. ნორმალური ინტელექტი ადამიანი, ძალიან ბევრ ეკონომიკურ სტრუქტურებში ნამუშევარი, ბევრი მოდის სხვათა შორის ესე სასაუბროდ, დასასაუბრებლად და ვკითხე რომ მეთქი სტალინი ეკონომისტი იყო მეთქი? არაო. მე ვთქვი, აბა ეკონომიკა როგორ დაალაგა მეთქი? თქვენ გონიათ რომ იმ ეკონომისტებს დაუჯერა, ვინც მის გარშემო იყო მეთქი? თუ თქვა რომ აი ესე უნდა გაკეთდეს და ესე გაკეთდა. ესეა თუ რამე მეშლება? მართალებს ანძებით. და აი ეს აზრი რომელიც ახლა მინდა რომ გაიზიაროს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მინისტრმა, ეს კაცო 30 წელი მუშაობდა. ფქვილი, ეს არის სამხედრო დანიშნულების პროდუქტი გარდა ყველაფერთან, გარდა ყველაფრისა. გარდა ამისა, ჩვენ 300 მილიონ ლარს ყოველწლიურად ვრიცხავთ უცხოეთში, ეხლა განსაკუთრებით რუსეთში, რომ შემოვიდეს იქიდან ხორბალი და ფქვილი. ადრე ირიცხებოდა უკრაინაშიც, ყაზახეთშიც, ევროპაშიც და ყველგან. 300 მილიონს რატომ კარგავთ ადამიანებო? თან ეხლა ფქვილი უფრო მეტი შემოდის. ის დამატებული ღირებულება აქ რო იქნებოდა, აბა დათვალეთ რამდენი იყო, რამდენი შემოდიოდა წესქვილებიდან და რამდენი შემოდის ეხლა. ამიტომ ჩვენ
მობილიზაცია უნდა გავაკეთოთ, დავიწყოთ საიდანღაც სოფლის მეურნეობაში ეს არის ხორბლის წარმოება. როდესაც სტალინის გეგმაზე ვლაპარაკობდი, რომ უნდა 780,000 ჰექტარამდე გაზრდილიყო მარტო ხორბალი საქართველოში, ეს ფართობი მოიძებნა, პროგრამაში გაიწერა და ამის აღსრულება დაიწყო. 770,000 ჰექტარი მარტო ხორბალზე იყო გამოყოფილი. 300,000 ჰექტარი მრავალწლიანი კულტურები იყო. ჩვენ ხო შეგვიძლია ამის გაკეთება რა? ეს ხო რამხელა ფულია ქვეყნისთვის, კაცო. ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა დამაგრდება და შემოსავლიანი გახდება ხორბლით. ჩვენი ეს მარტო ისტორიული სიამაყე ხო არ არის, რომ ჩვენ ვართ ხორბლის სამშობლო რა? ფულში გამოიხატება ყველაფერი, ხო? აი გეკითხება დავითი. სად უნდა დათესოთ მიწები კერძო საკუთრებაშია, მე საკუთრეს როგორ უნდა დაავალოთ გინდა თუ არა ხორბალი დათესეო. ამის გზებიც დათესავს რაც აწყობს. ამის გზები არსებობს, მაგრამ ვიდრე სახელმწიფო გადავა იძულებით რეჟიმზე, ამისთვის თუ არ იყენებს ადამიანი მიწა აქვს და არ იყენებს, უნდა ჩამოართვეს ეს მიწა დაამთავრო ამით ყველაფერი რა, აბა რას ვერ იყენებს. თქვენ ერთ-ერთ ადრეულ გადაცემაში მოყევით მოლდაველი მეგობარი იყო ჩამოსული და გაუცემული იყო რაღაცა ერთი ნაგლეჯი მიწის აუ მოლდავეთში კი არა სოფლიო შეხედო. გეორგია ქვიათო და მიწა არ გახდა. მიწა არ მოშავდება. აი ეს არის ჩვენი ეროვნული გამოთაყვანება, ოტი იოსელიანი და ეკონომიკურ აზროვნებაში სრული გამოთაყვანებაა რა. ვეღარც ელაპარაკები ადამიანებს, კაცო. აი ხლა იმედი ნაპერწკალი არსებობს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი პირველი არის, ვინც ხდება ასე თითოეულ და არ ხდება, რომ რაღაცა გაიგოს და შემდეგ პროგრამა დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, სხვა მინისტრებიც მიბაძავენ. თუ მიბაძავენ, კარგი იქნება. ოღონდ შევა რა იქნება, როცა შეხვდებიან ამ ადამიანებს რომელიმე დარგში, ხომ? ეს უნდა იყოს უფრო ღია, რომ ხალხმაც დაინახოს, რაზე ისაუბრეთ. ძალიან საინტერესო გადაცემები იქნება. მარტო პატარა ინფორმაცია რომ ჩვენ შევხვდით და ზოგადად ვილაპარაკეთ, კარგია, მაგრამ ძალიან ცოტა ჩართეთ პირდაპირ ეთერებში, კაცო, სახელმწიფო არხებში და მოგვასვენეთ რაზე, რა თქვა მწარმოებელმა, ფერმერმა, რა უპასუხა სამინისტრომ. ეს იმდენად გაზრდის ნდობას სამინისტროს, მინისტრის და მთავრობის მიმართ, რომ ვერ წარმოგიდგენია და დასამალი მანდ რა არის, რომ რაზე უნდა ილაპარაკო, ხორბალი როგორ მოიყვანო, მეცხოველება როგორ განავითარო, რა არის კარგი, რა არის ცუდი. აყურებინეთ ადამიანებს და თქვენ წაგადგებათ, არა ამას ხوار გელაპარაკებით, როგორც ტრობაში გადასული ვიღაცა ოპოზიცია, რა გელაპარაკებით ქართული ადამიანი და ეს არენა ბატონმა მალხაზმა შექმნა ამ ადამიანებისთვის, რომ თავისი აზრი გამოთქვა, რომ საქართველოს გაძლიერდეს, თორე ჩვენ გარშემო ყველა ძლიერდება და ჩვენ სუსტდებით. ბავშვები გადიან, ბოლო 5 წელიწადში საქართველოსთან სკოლის მოსწავლე გასული არის, რომ გადასახდა შობელმა წაიყვანა 25,000 ბავშვია დასული სკოლებიდან. ბოლო 5 წელიწადში. კიდევ ერთი ხა მე მინდა უკვე ისევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს მიმართო. ბატონო ირაკლი, გამორიცხული იყო, რომ სდარი ინფორმაცია ვიღაცას გაებადა და ეთქვა სტალინისტვის. ან ნებისმიერ ქვეყანაში ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია უთხრას პირველ პირს ხელისუფლებისა და მან ეს გააცხადოს, ისე რომ სამი სპეციალისტი არ არის დაარსებულება რომ გააცხადოს. ბატონმა ირაკლიმ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბოლო წლებში შეიძლება ითქვას პირადი თავისი განათლებით და გამოცდილებით პრაქტიკულად დაამარცხა ევროპარლამენტი, ამერიკის წინა ადმინისტრაციის ძალები, დაამარცხა შიდა ძალები, რომლებიც ქვეყნის გადმოკიდევებას აპირებდნენ, ხომ? ეხლა ამას რომ ადამიანი შეძლებს ხომ და დააფასო ეს საქმე, მაგრამ მას ხომ არ ევალება რომ ეკონომისტი იყოს, არა? ეკონომისტს რომ მკითხა და მკითხა მაჩვენეთ მონაცემები, როგორ გაიზარდა მაგალითად ხელფასები საქართველოში და მათ მოუტანეს 20 წლის მონაცემები და 25 წლის მონაცემები და აღმოჩნდა რომ ძალიან გაზრდილია. აი 8 ადამიანს ვკითხეთ ჩემ ნაცნობებს, ისე რომ აი სოციალური გამოკითხვასავით გავამივიდა. რატომ არ მეთქი ასეთი ზრდა, ვისაც ოსმენელი ქონდა 20 წლიდან 25 წლამდე ასე გაიზარდა ხელფასები. მიზეზი რა არის მეთქი? 5 ადამიანმა მიპასუხა. 20 წელს პანდემია რომ დაიწყო, ის წელია და ჩვენ ყველანი სახში ვისხედით, ხელფასები იმდენს ვიღა გასცემდა. ამიტომ აი ეს ინფორმაცია მარტო მე კი არ ვიცი, კაცო, ეკონომიკური განათლების ადამიანმა და გამოცდილმა ბევრმა იცის ბატონო ირაკლი, ვინც ამას თქვენ გეუბნებათ ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკატოს თუ ვინ არის, ისინი გასაყრელიანი იქიდან სამსახურებიდან. არავის არ აქვს უფლება რომ ქვეყნის პირველი პირი შეიყვანოს შეცდომაში და ეს მას ათქმევინოს, პლასმასის ბოთლების არ იყოს რა. ჩვენ ძლიერი საქართველოს გვჭირდება, ძლიერ საქართველოს გვჭირდება სწორი ინფორმაცია, არ გვჭირდება ხრუშჩოვის სტატისტიკა და ხრუშჩოვი იყო საქართველოს მთავარი მტერი, აი ეს საქართველოს განადგურებას აპირებდა. ეს მაგალითი მოიყვანე კიდეც. ამიტომ ჩვენი თხოვნა ინფორმაცია დაავალეთ რომ სწორი იყოს და გადაამოწმეთ. ვარ ჩვენ ხალხი ვინც ამის თქვა შეგვიძლია დაგვიგოს ვიღაცა უცნობა კაცმა და კითხოს სასმიკროფ ამ მონაცემებზე წინასწარ გოჩავს მე თქვენთან ბატონი ირაკლი გოგავა არის ბატონი სოსო მანჯავიძე ამდენი განათლებული ადამიანი მოდის ვიღაცამ დაგეგოს უცნობა და კითხოს სწორი პასუხი მივცემთ რომ არ შეიყვანოს პრემიერ-მინისტრის შეცდომაში ვიღაცამ იმიტომ რომ გამოაჩინოს რომ ვითომ კარგი ხდება ქვეყანაში კარგი როგორ ხდება აი ბატონო მახას თქვენ მაგალითად საჰაერო მიმოსვლაზე მაგალითად მოვყავთ ხშირად რა მე
თქვენი გადაცემას უყურე გუშინ წინ იყო ერთ-ერთი სადაც ბრძანეთ რომ აი თვითმფრინავები აზერბაიჯანს როგორ ყავს და ავიამიმოსპარკი ავიაპარკი შექმნა. აღმოჩნდა რომ 10 ჯერ მეტი თვითმფრინავი ყავს აზერბაიჯანს, არა და ტურისტები ჩადიან 2.5 მილიონი, ჩვენთან 5 მილიონი. ესე იგი ბაზარი ჩვენთვის არსებობს, ხო? და ეს სახელმწიფომ დააფინანსოს. ბაზარი თუ არ არსებობს, როგორ დაფრინავს ლუთქანზა, Turkish Airlines და ესენი ყველა ჩვენთან ბაზარიც კი არსებობს და ამასაც კი არ ვიყენებთ. ხო კიდევ რა არის თავარი? აი რატომ მოვიყვანე ხორბლის მაგალითი. არ უნდა დაიწყოთ სახელმწიფომ დაფინანსება იმ დარგებისა, რომელსაც ბაზრის მოპოვება თავიდან ჭირდება. ხორბალს ბაზარი გააჩნია შიგნით საქართველოში. 12-13 წლის დავაკმაყოფილებთ. ამიტომ უნდა ფინანსები დაიხარჯოს ამ დარგებზე. პირველი ეს არის ხორბალი რომ ბაზარის ძებნა არ დაგჭირდება, პირდაპირ იყიდება ფქვილი, გადაკეთება და ყველაფერი თვითონ ამუშავდება მშვენივრად. ამას ინვესტიციაც კი არ ჭირდება, გადაკეთება მარტო ფქვილი. ყველაფერი იქნება კარგფაში, ხარისხიანი და სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე. ერთი გადაწყვეტილება სწორი, შემდეგ თანმიმდევრული. ხა ბატონო გოჩა გუშინ ისაუბრა თქვენ ტელევიზიაში მეცხოველეობაზე მაგალითად, ხო ამაზე გოჩა იყოს უკვე რა არის გასაკეთებელი. აი ესე ნაბიჯი უნდა ჩვენ დავიწყოთ იმ პროდუქტებზე ზრუნვა, რომელსაც ბაზარი გააჩნია. და შემდეგ უკვე მოცვის მიყვება მას და სხვა დანარჩენიც, სადაც ბაზრების საომარია. რაც გაგვაჩნია, იქ დავიწყოთ მობილიზაცია რესურსების, ფინანსური რესურსების და შრომითი რესურსების და კითხვაზე მეუპასუხებ რა, თვითონ ის ხალხი, როცა ბაზარი გამოჩნდება და თვითონ გაიგებენ ხორბალ შემოსავალი მოაქვს, თვითონ აწარმოებენ თავიანთ მიწისაკვეთებზე ამ ხორბალს, ბატონო, არ არის ეგ პრობლემა რა. აი ეს არის რაც შემიძლია რომ მოკლედ მეთქვა ერთ-ერთ დარგზე არაჩვეულებრივია. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გოჩა. ნუ რახან დავითმა ხორბალი ახსენა მე შევეცდები რომ აი სტალინის ინიციატივა რომ საქართველოში ხორბალი უნდა ყოფილიყო 700,000 გექტარზე რატო რისთვის რა იყო ასე ვთქვათ ამის აუცილებლობა ნახეთ თქვენ ახსენეთ ბატონ მალხაზ რომ როდესაც პრობლემა შეიქმნა და ეს ეგრეთ წოდებული ნეპი მიდიოდა ჩვეულებრივ რეჟიმში ესეც ძალიან ისეთი ბანალური ის არის ხო ნოვая ეკონომическая პოლიტიკა როდესაც შეიცვალა ასე ვთქვათ ვითარება რუსეთში და მოხდა რევოლუცია და ასე ვთქვათ ახალი წყობა ჩამოყალიბდა რა თქმა უნდა არც თეორია არსებობდა არც რაიმე ხედვა არსებობდა კი მარქსიზმი იყო და მარქსიზმ-ლენინიზმს ასე ვთქვათ ეს ეფუძნებოდა. ახლა რაც უფრო სიღრმეში შევდივართ ჩვენ, ხო, ეკონომისტები, იმის შემდეგ ბევრი კომუნისტების დროს გვასწავლეს, ეხლა ამ გადმოსახედიდან ძალიან ბევრი აცდენაა, ძალიან ბევრი გაურკვევლობაა, ძალიან ბევრი ესე ვთქვათ თეორიების ჭიდილია და აქ ამ სიღრმეში რო წავიდეთ, ვერ დავლაგდებით, ვერ გავასწორებთ ასე ვთქვათ ხას და აქ ადამიანი თქვენ კარგად ახსენეთ, არა ეკონომისტი, მაგრამ ძალიან კარგი პრაქტიკოსი, ძალიან კარგი ხელმძღვანელი. მან მიზანმიმართულად დაიწყო მუშაობა და 28 წლისთვის ის მზად იყო, რომ ახალი ეკონომიკური პლატფორმა შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის. რა იყო ახლა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? ერთი რომ გამოცხადდა ტემპები მიუღებელია. ჩვენ იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც მუშაობდნენ 28 წლამდე, ვერავის და ვერაფერს ვერ დავეწევით და გაუსწრებთ ჩვენ 10 წლის შემდეგ პირობითად იგრძნობოდა რომ მსოფლიოში დაძაბული იყო პოლიტიკური ვითარება და შესაძლებელი იყო ომი ჩვენ 10-12 წლის შემდეგ უნდა ვიყოთ ბზად ომისთვის და გვჭირდება ინდუსტრიალიზაცია აი თქვენ რა კითხვაც დასვით აქ რომ ადამიანური რესურსი თუ გეგმიური ეკონომიკა მე კიდევ ვიტყოდი რომ ადამიანური რესურსის გარდა ის ბუნებრივი რესურსი რუსეთი რა იყო რუსეთი იყო ნედლეულის ბაზარი და მისი გადამუშავებაზე რუსეთი არც ფიქრობდა და არც იყო მონახაზში რევოლუციაც იმიტომ მოახდინეს რომ კიდევ უფრო კარგად ემართათ ეს ყველაფერი არც ლენინმა არ იცოდა ეხლა ლენინი ჩვენ დროს რაღაცა რომ გეთქვა ლენინი არასტორიაო სხვაჩვენს ქართულ ფილმებში არის ხოლმე რა მე არ ვეთანხმები ამხანაგ ლენის მიწის საკითხებში რამოდენიმეჯერ არის ესეთი ლამაზად ჩადებული ჩვენი რეჟისორების რომ არ იყო ეხლა ეს იმ პერიოდის რაღაცა სვეტილა შექმდეს რეალურად ეს სიტუაცია თუმცა რეალური საქმის მკეთებელი კაცი გამოჩნდა რომელმაც ჩაჭიდა ხელი ამ სულ ყველაფერს და დაიწყო ეს პროცესი ნახეთ ახლა ხორბალზე ცოტა გადახვევა უნდა გავაკეთო. ნუ გასაგებია რომ ძიმე ინდუსტრია გვჭირდებოდა, ნედლეული იყო, ყველაფერი იყო, ადამიანები იყო, შესაძლებელი იყო ამის გაკეთება და საოცრად გააკეთა, საოცრად იყო მოფიქრებული. სხვა შორის
როცა წყაროებზე საუბრობენ, აი რა წყაროებით მოხდა ამის გაკეთებაო, ხო, ჯერაც დაუდგენელია ეს წყაროები. ვერ იგებენ რა ფული იყო. იქ დიდი კომპანიები მუშაობდნენ, უცხოელები, გამორჩეული კომპანიები, მათი ტექნოლოგიები მოდიოდა. და ეს ფული ამბობენ, არის ერთი ვერსია, რომ იცით, აი გაბნეული რო იყო მეფის რუსეთის ფულები სხვა და ამათ მიაგნეს და ამის ესე ვთქვათ მოთხოვნა იყო. მეორე ვერსია იყო, რომ სტალინმა მოახერხა გარკვეულ დასავლურ ძალებთან საუბარი, რომ სესხები ყოფილიყო და ეს კრედიტი ყოფილიყო, რომელიც არცად არ ჩანს დაბრუნდა თუ არ დაბრუნდა. ეს ორი წყაროა, იმიტომ რომ ბალანსი ვერ დგება, რასაც ვყიდიდით და ვყიდულობდით, ბალანსში განსხვავება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოდიოდა, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური სიახლეები და ტექნოლოგიები ზოგადად, ხო? თუ ამ ნაწილში მართლაც საოცარი გარღვევა იყო. ეხლა რაც შეეხება ხორბალს და პურს და იმას, ნუ ეს მეორე საკითხი დადგა, რომ ესე იგი იმ რეფორმამ, როდესაც ესე ვთქვათ, გლეხებს მიწა, ცნობილი ამბავი, გლეხი პურს აღარ გაძლევს. გლეხი ამ შემთხვევაში შენ გევაჭრება, ყოველთვის უნდა რომ ძვირად მოქცეს და აქ უკვე დაიწყო არამდგრადი სიტუაცია. მე და დათო ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ აბა ერთი კვირა პური არ გამოვაცხო აქ და რა ამბავი ატყდება და რაღაც. პური, ხორბალი ნომერ პირველი პროდუქტი იყო და დღესაც რჩება მაინც. საბაზისო პროდუქტია. ნახეთ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველოში და როდესაც ეს ყველაფერი კარგად ახსნა დათომ დავიწყეთ რომ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულია. კი, ჩვენც გვესმის კაცო რომ იმას ძვირადღირებული ხილი ჯობია ხორბალს. ეხლა შემოსავლის თვალსაზრისით, მაგრამ სახელმწიფოსთვის სტრატეგიულია. და რატოა სტრატეგიული ნახეთ, აი ხშირად სასურსათო უსაფრთხოებაზე რომ ვსაუბრობ და სასურსათო უსაფრთხოება იყო სტალინისტვის ერთ-ერთი თემა. რომ ეს თუ გამერღვა მე აქ, ხო, ჩამომეშლება ყველაფერი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო განადგურდა. ნახეთ ეხლა ეს სასურსათო უსაფრთხოებაში მარცვლეული არის ნომერ პირველი. ხორბალი, სიმინდი, შვრია და ასე შემდეგ მოყვება, ხო? თუ მე მაქვს მარცვლეული კარგად და საქართველოზე დავალებაც და თო რეალურად იყო, იმიტომ რომ ყველაფერში ცდილობდა, იმასაც კი ცდილობდა, რომ იქ რაღაც აბრეშუმი აწარმოოთ და ეს ქსოვილი და ეს კომბინატებიც უნდა, ყველა მიმართულებით უნდა ყოფილიყო გარკვეულწილად რესპუბლიკა თვითქმარი და ამ ნაწილში ამ ხორბლის წარმოება პირდაპირ კავშირშია დანარჩენ ხუთ ძირითად თავთან. რომელია ეს? ხორცი და ხორც პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები და ცხიმები. თუ შენ ამ შემთხვევაში ხორბალში ხარ წარმატებული, კარგად და შენ თვითონ მოყავს და შენი თვითღირებულება ის კი არა რომ თქვა რამოდენიმე 1000 კილომეტრი გაიარა, ჩამოვიდა, გამბაჟდა და ასე შემდეგ და მისი ღირებულება საკმაოდ მაღალია და უკვე შენ მეცხოველეობა ზატოა ეხლა ჩვენ რომ პოზიციებს თმობთ. ღორის ხორცი ჩამოდის კატასტროფულად დაბლა, რატო? იმიტომ რომ ჩვენს მეზობელს ეს გაცილებით საკვები ბაზა გაცილებით იაფი აქვს და პირდაპირ იქიდან შემოვგთ. ისიც კი მოიფიქრეს, რომ ცოცხალი შემოვიდეს, რომ არ თქვა რომ გაყინულია, დაკლულია, ცოცხლები შემოდის, საკვე იკლება. რატო? ჩვენ არა გვაქვს ჩვენთვის საკმარისი ხორბალი, ჩვენ გვჭირდება ახსენა უკვე 600-700.000 დაახლოებით, ჩვენ გვაქვს რაღაც 100, 125.000, 150.000, მაქსიმუმ 154-ია მე მგონი ყველაზე მაქსიმუმი ამ წლებში. რა თქმა უნდა, დიდი დეფიციტია და აქედან კიდე ძალიან დიდი ნაწილია სხვათა შორის ფურაჟის, იმიტომ რომ აქაც ძალიან ბევრი რამ მაგვს გასაკეთებელი. მოკლედ, ხორბლის თემა და პურის თემა მნიშვნელოვანი იყო და რა თქმა უნდა, სტალინმა აქ გააკეთა კოლექტივიზაცია, გადამწყვეტი. ეხლა იმის არც დრო არის და არც ფორმატია, რომ ჩვენ ავხსნათ თვითღირებულება, რენტაბელობა, მოგების მარჟა, მოგების დონე, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დათვლილი იყო, რა თქმა უნდა დაგეგმილი იყო, რა თქმა უნდა მთელი ინსტიტუტები მუშაობდნენ ამაზე. მე ვერ გეტყვით ეხლა რომ აი ეკონომიკურ თეორიაში მაშინ რაღაცა განსაკუთრებული და გარდამტეხი მოხდა, იმიტომ რომ შემდეგში, როდესაც სტალინმა ჩათვალა რომ აი სოციალისტური პოლიტეკონომიური ხაზი უნდა ყოფილიყო და 1951 წელს გამოაცხადა, რომ აი ერთწლიანი მორატორიუმი ყველას გთხოვთ რომ წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები. ეს არის პერიოდი, როდესაც აი 20-30 წლის წინ რო წერა-კითხვა არ იცოდა ხალხმა, უკვე სამეცნიერო წრეები ყავს და უკვე სპეციალისტებია ჩამოყალიბებული, ვინც ამაზე ფიქრობს. და იქ, როდესაც 52 წელს გამოცხადა
ასე თქვა სტალინის ერთადერთი ნაშრომი აქვს და ზუსტად ეს არის ასე თქვა მისი ძირითადი ნაშრომი. სტალინი არ გაექცა საბაზრო ეკონომიკას ან ეკონომიკურ კანონზომიერებებს. არა, ეკონომიკური კანონზომიერებები ყველასთვის ერთია. ეს ხაზი ძირითადად ასე თქვა ჩანს მის ნაშრომში, ოღონდ ეხლა ხშირად ვამბობთ ხოლმე, ხო, რომ სამართლებრივი საკითხები, ქონებრივი საკითხები, ინსტიტუციური წესები, ადმინისტრირება, მოთხოვნები, დაგეგმვა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი სოციალიზმს იმ განმარტებით ჰქონდა აბსოლუტურად რადიკალურად სხვა და კაპიტალიზმს ჰქონდა მეტმოგებაზე, მეტექსპლუატაციაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ის ეკონომიკურ სიღრმეებს ან ეკონომიკურ ცოდნას უგულვებელყოფდა და ეკონომიკურ კანონზომიერებებს. არა, აი ახსენა ბატონ მალხაზოვანს, რომ იქ არტელები იყო, იქ საბაზრო მექანიზმებით და საბაზრო პრინციპით მუშაობის შესაძლებლობები იძლეოდა. ხო, ეხლა რაც შეეხება, ხო, და ყველაზე მთავარი მე ამ ხორბალს მინდოდა მომეყოლებინა, რომ ომის საშიშროება იყო რეალური. ძირითადად ეს სამი ხაზი ფიქსირდება ხოლმე, რომ რატომ მიიღო ესეთი მკვეთრი გადაწყვეტილება. ეხლა ომისთვის ემზადებოდა და აბა რას იზამდა? ომისთვის ემზადებოდა ადამიანი, ამას სჭირდებოდა მობილიზაცია, ამას სჭირდებოდა განსაკუთრებული, ასე თქვათ, სისტემური ჩართვა შესაძლებლობების უკეთ გამოყენების. ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან აი ხშირად საუბრობენ, რომ აი სტალინის ეკონომიკა და სასწაული კიდევ ერთხელ ვიძახი. მე ამ ნაწილში ვხედავ განსაკუთრებულობას პირველ რიგში იმაში, რომ აქ ეგრეთ წოდებული, აი უყვართ ხოლმე ამის თქმა მეგობრებს, გარღვევის სტრატეგია, მობილიზაცია. იცით 40-იან წლებში იყო კიდევ ესეთი თეორია, დიდი ბიძგის პოლიტიკა ერქვა, იქ ეს თეორია დღესაც საინტერესო და აქტუალურია იმ ნაწილში, სადაც ხდება გარკვეული მიმართულებების მოდერნიზება. ჩვენ ახლა მაგ განცხრომაში რო ვიყოთ, რომ იცით, აი სტალინი ყავდა, სტალინმა ესე შეცვალა ეს სიტუაცია, საქართველოს აბსოლუტურად სხვა რეალობაშია და სხვა პირობებში ვართ ახლა ჩვენ. თუმცა დაგეგმვა, ადმინისტრირება, სწორედ შესრულება დავალების, სწორი ორიენტაცია, კონკურენტული მიმართულებების სწორედ განსაზღვრა და ამას ყველაფერს სახელმწიფოს მხრიდან სწორი მართვა, გონივრული პოლიტიკა რო ჭირდება, ეს რეალურად სახეზეა. ის თემაც რო თქვა მარქსს ქონდა წარმოდგენილი, რომ კაპიტალიზმი უნდა ასულიყო, ასე თქვა, მის განვითარების ბოლო ფაზაში და შემდეგ იწყებოდა აქ სოციალიზმზე საუბარი, ხო, რუსეთი რეალურად აცდა ეხლა ამ სიტუაციას, მეფის რუსეთი ნამდვილად არ იყო კაპიტალიზმის რაც ბოლო და განსაკუთრებული ფაზა. მოკლედ, ჩვენთვის დღევანდელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აი მართლაც გამორჩეულია ეს მიდგომები, როდესაც რაღაცა გავალია, რაღაცა რა არის ამ შემთხვევაში, ეკონომიკას აქვს შესაძლებლობები, ეკონომიკას აქვს რესურსი, ეს არის ადამიანური, ეს არის სამეურნეო რესურსი და შენ მის სწორედ გამოყენებას ცდილობ. ცალკე თემა არის მონეტარული პოლიტიკა, ფულის პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან სპეციფიკური საკითხებია ამ სიტუაციაში. რაღაცა მარტივად გადაწყვეტილია იმ პერიოდში, რაღაცა კიდე რაღაც ქვეცნობიერი აქვს, თუმცა როდესაც სწორედ დიდ სურათში გააზრებული მთელი ეს პროცესი შედეგი გექნება და აღმოჩნდა რომ ამ ადამიანს რეალურად ჰქონდა ეს ყველაფერი დიდ სურათში გააზრებული და დიდ სურათში მოფიქრებული. ეხლა რაც შეეხება მეც ვისარგებლებ 2 წუთი ბატონ მალხაზა დღევანდელობასთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ ხლა რომ რაღაცა მინისტრი აქტიურობს, მე მაქვს შეხება, ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, მინდა რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭირო და მაქსიმალურად სწორად საქმეს აკეთებ ჩვენც და ის. კი, სწორედ იაროს და მეც არ მოვერიდე გარკვეულ ეს თქვა შენიშვნებს დებატების დროს და მნიშვნელოვანია რომ დღეს ისეთ ფაზაშია თვითონ პროცესი, ეხლა თუ ჩვენ მოუხვევთ და ავწდებით რეალურ საქმეს და უბრალოდ კიდე მოჩვენებითი გვექნება, ძალიან სერიოზულად გაფუჭდება ეს ყველაფერი, ამიტომ მე მას მინდა ვთხოვო, რომ ის რაც ეხლა უნდა გამოქვეყნდეს, არ არის სრულყოფილი ეს პროგრამები, ეგრეთ წოდებული ეს რაც დაანონსებული იყო
გამსხვილება და ასე ვთქვათ ახალი პრინციპით ამ პროგრამების გაშვება მე მინდა ვთქვა რომ აუცილებლად უნდა იყოს მცირე და საშუალოს ნაწილში აქტიურობა დატოვებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია ეს ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება ყველა აქტიურობა თუ ჩვენ არ გვექნება მიწის მართვის პოლიტიკა ქვეყანაში არა გვაქვს მიწის განკარგვის მიწის რაციონალურად გამოყენების და მართვის პოლიტიკა შერჩევითი აქტიური ადამიანები ვიღაცა ბიზნესმა მოინდომა აქ ფულის ჩადება ეს არის ერთი ხაზი მაგრამ მთლიანობაში წესრიგი ამ პროცესში აუცილებელია მიწის მართვის პოლიტიკით მიწის პოლიტიკით იწყება და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხლა ამას ვამბობ იმიტომ რომ სტალინზე ვლაპარაკობთ და მართვაზე ვლაპარაკობთ ხო ეხლა რომ სტალინი ჩვენს პირობებში დავალება კონდეს ესეთი რომ როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან თუ კი რაიმე მიმართულება და ხაზი არის მიწის პოლიტიკიდან დაწყებული აი კონკურენტული უპირატესობის სისტემით დამთავრებული ყველა ლოკალური კვლევებით გაგრძელებული ყველაფერს ჭირდება გადაღეჭვა. კი, დაალაგებდა ყველა. ყველაფერს ჭირდება გადაღეჭვა ინფორმაციულად და ამ ანალიტიკური სურათის შემდეგ ამ ახალის დაშენება. აი უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ არ შეიძლება დღეს ამ ყველაფერში ბოლომდე არ გარკვევა, თან არ არის პატარა ვადა ნოემბერში მე მგონი 2 წელი იქნება რაც მინისტრია დავითი და ძალიან მოკლე დროშია ბევრი რაღაცა შესაძლებელი რომ გაკეთდეს ან გავიდეს ასე ვთქვათ ეს სიგნალები. კი, საბჭოები 2014 წელს რამდენი საბჭო გავაკეთეთ? 20-მდე ავედი ეს საბჭო. ყველა დარგობრივი მიმართულების საბჭო იყო. დღესაც არსებობს ის პროგრამები ყველა მიმართულებით. გამოწვევა, პრობლემა, გეგმა და ასე შემდეგ. ვინმე გამოიყენა, მე დამირეკეს და მითხრეს რომ აი რეგიონული გზამკვლევი რო გააკეთეო, იქ მოიკითხესო რეგიონების თემა მინისტრს საინტერესებს, გავაგზავნე ის. მაგრამ ამ ნაწილში ეხლა ამ პროგრამაში ვერაფერი ვერ მოვისმინე. რატო ამ მნიშვნელოვანი რეგიონების დონეზე უნდა ჩაიშალოს, მუნიციპალიტეტების დონეზე უნდა ჩაიშალოს მიწის მდგომარეობა, ნიადაგების მდგომარეობა, კლიმატური რუკები, შესაძლებლობების კვლევა, სასოფლო-სამეურნეო კულტურის დარაიონება, ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. და რახამ სტალინზე ვზივართ გადაცემაში, თავისუფლებას ვაძლევ და უთხრა, რომ აქ არის იმდენი რამ გასაკეთებელი და ისეთ სიღრმეებშია ჩასასვლელი, სხვანაირად რეფორმას ვერ დავიწყებ. თუ ჩვენ არ გვექნება ეს სიღრმეები, არანაირ რეფორმას აზრი არ აქვს და რეფორმა ის არ არის, რომ მე კეშბექის პრინციპით ვიღაცას უთხრა, რომ ის რა ქვია, 2 მილიონი დახარჯე და მაგის ნახევარს უკან დაგიბრუნებ. მოკლედ, ბევრი რამეა გასაკეთებელი და ეს აქტიურობა მინდა რომ საქმეში იყოს მომართული. ჩვენ გქონდა გადაცემა მე ირაკლის და სოსოს, სადაც სოსომ და ირაკლიმ წარმოადგენს ინიციატივა რომ შეიმუშაონ, ესე იგი, რეგიონების განვითარების გეგმა და ასევე ეკონომიკური განვითარების გეგმა. მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ, ჩვენ ყველა მხარს ვუჭერთ. უბრალოდ ორი მიმართულებაა მთავარი. ერთი არის რეგიონალური განვითარება და მეორე არის დარგობრივი განვითარება. ორივე მიმართულება სერიოზულად არის შესაძლებელი. აი სტალინი რასაკეთებდა, ხო ამ თემას გავაგრძელებ კлау სანამ ბატონ გრიშასთან გადავალ. ფინანსური სისტემა და ორმაგი წრე. სტალინურ ეკონომიკაში ფულს სრულიად სხვა ფუნქცია ჰქონდა ვიდრე კაპიტალისტურ სისტემაში. ფული არ იყო კაპიტალი, ის ასრულებდა მხოლოდ აღრიცხვისა და კონტროლის ინსტრუმენტის როლს. მიმოქცევა იყოფოდა ორ იზოლირებულ წრედ. უნაღდო ანგარიშსწორება გამოიყენებოდა მხოლოდ საწარმოებს შორის სახელმწიფო ბანკი, გოსბანკი ციფრებს ერთი საწარმოს ანგარიშიდან მეორეზე გადარიცხავდა გეგმის შესასრულებლად. ამ ფულით ნედლეულის თავისუფლად ყიდვა შეუძლებელი იყო და ლიმიტები და რესურსები მაინც ცენტრალიზებულად ნაწილდებოდა. ნაღდი ფული გამოიყენებოდა მხოლოდ მოსახლეობის მიერ ხელფასების მისაღებად და სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების შესაძენად. ფასწარმოქმნის პარადოქსი. ფასებს ადგენდა სახელმწიფო და არა ბაზარი, ხშირად მძიმე მრეწველობის პროდუქციის ფასი ხელოვნურად დაბალი იყო, სუბსიდირებული, ხოლო სამომხმარებლო საქონელზე მაღალი. სპეციალური ბრუნვის გადასახადის ხარჯზე, რაც ბიუჯეტის შევსების მთავარი წყარო იყო. კოლექტიური შრომის ორგანიზაცია და არტელები. სტალინური პერიოდის ეკონომიკის ხშირად მივიწყებული, თუმცა სტრუქტურულად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო არტელები, კოოპერატივები და რეწვა. აბსოლუტური სახელმწიფო მონოპოლიის პარალელურად მცირე და საშუალო სამომხმარებლო წარმოება, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები მნიშვნელოვან ნაწილად სწორედ არტელებზე იდგა.
ხოთაშორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები დღემდე არ იწარმოება საქართველოში. ეს არის სრული კატასტროფა. ეხლა თანამედროვეობას რასაც გავუშვებთ. აი, პატარა გამონაკლისები თუ არის და სახელმწიფო ამას უნდა წახალისება მიცეს, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები პროდუქტები შემოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან. და შენ რო თქვი რომ ხორბალი 300 მილიონი დაიზოგება, ხო? არა, აი აქ რამდენი გადის შენ წარმოგიდგენია? უბრალოდ აი კატასტროფაა სრული ჩვენი ეკონომიკა და ნუ ღიაცა და ღია ზღვა ხო საერთოდ ანგრევს მთლიანად ქართულ ეკონომიკას და მე არ ვიცი. 1950-იანი წლების დასაწყისისთვის საბჭოთა კავშირში 100,000-ობით არტელი არსებობდა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მათ ჰქონდათ გარკვეული ფინანსური დამოუკიდებლობა და ხელფასები ხშირად გამომუშავებაზე შედეგზე იყო დამოკიდებული. სისტემა უზრუნველყოფდა ეკონომიკის გარკვეულ მოქნილობას იქ, სადაც სახელმწიფო გეგმა ვერ წვდებოდა. მოგვიანებით ხრუშჩოვის პერიოდში ეს სექტორი სრულიად იქნა ნაციონალიზებული, რამაც სამოხმარებლო დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა. მოდელის ეფექტიანობა და ფასი. მოკლე და გრძელვადიანი პერსპექტივა. მობილიზაციურმა ეკონომიკამ აჩვენა ფენომენალური შედეგები მოკლევადიან ისტორიულ პერიოდში და კრიზისულ სიტუაციებში. ინდუსტრიული ნახტომი. აგრარული ქვეყანა უმოკლეს დროში იქცა მძლავრ ინდუსტრიულ ზესახელმწიფოდ. ომის პერიოდი ცენტრალიზებულმა მართვამ შესაძლებელი გახადა მეორე მსოფლიო ომის დროს მთელი ინდუსტრიის ევაკუაცია ურალსა და ციმბირში სამხედრო წარმოების წარმოუდგენელი მასშტაბებით გაზრდა. თუმცა ამ შედეგს ჰქონდა კოლოსალური ფასი და გრძელვადიანი სტრუქტურული ხარვეზი. ეკონომიკური მიღწევა. პირველი, მძიმე მრეწველობის გიგანტურის და ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა, რესურსების მაქსიმალური კონცენტრაცია. სტრუქტურული და ჰუმანიტარული ფასი, სოფლის მეურნეობის დეგრადაცია და მასობრივი შიმშილობა იყო 1932-33 წლებში. და იძულებითი შრომის მასშტაბური გამოყენება გულაგის სისტემა და სამოხმარულო ბაზის ქრონიკული დეფიციტი და დაბალი ხარისხი. რატომ აღმოჩნდა მოდელი გრძელვადიან პერსპექტივაში უპერსპექტივო? სტალინური მოდელი ეფექტური იყო ექსტენსიური ზრდის ფაზაში, როდესაც არსებობდა იაფი მუშახელი, სოფლიდან წამოსული მიგრაცია და აუთვისებელი ბუნებრივი რესურსები. მაგრამ როგორც კი ეკონომიკა გართულდა და დღის წესრიგში დადგა ინტენსიური ზრდა, ინოვაციები, პროდუქტიულობის და ტექნოლოგიური პროგრესი, ცენტრალიზებულმა სისტემამ კრახი განიცადა. პირველი იყო ხრუშჩოვის ჩარევა ამ სისტემაში, რომელმაც დაანგრია და მოსპო ეს სისტემა, რომელიც იყო საათივით აწყობილი. და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ბერია იყო ამ პროექტის გამგზელებელი უფრო ცლად და უფრო მძლავრად, როგორც დღეს ჩინეთს აქვს ზუსტად იმ ეკონომიკაზე უნდა გადასვლა. მოტივაციის დეფიციტი, როდესაც საწარმოს მიზანია არა მოგება ან ხარისხი, არამედ ზემოდან ნაკალნახევი გეგმის შესრულება, ტონაჟით ან რაოდენობით, ქარხნები იწყებენ ფიქტიური მაჩვენებლების დევნას. იკარგება ინოვაციის სტიმული, რადგან ახალი ტექნოლოგიის დანერგვა რისკია, რამაც შეიძლება მიმდინარე გეგმის ჩავარდნა გამოიწვიოს. ეს უკვე თანამდები მანკიერი მხარეები. სტალინი მოიხსნა, სტალინის კულტი დაინგრა, რაც ხრუშჩოვმა გააკეთა, 9 მარტი რატო მოვიყვანეთ შეგნებულად, ხო? რაც გააკეთეს. საქართველოს დასაჯეს სამაგალითოდ, რომ სოფლიოს დაენახა, რომ აი სტალინის მიმდევრებს რას უშვებიან. ნუ არა დავალებაც ხონდა ხრუშჩოვს, ის დავალება შეასრულა, ხო, ფაქტიურად. და როდესაც მოისპო ეს სტალინის ავტორიტეტი, შესაბამისად წესრიგი მოიშალა და იმ ხალხს, ვისაც სახელმწიფო სტრუქტურებს მართავდნენ, იმათ უკვე მიხვდნენ, რომ ფულის მოპარვა ადვილად შეელო. სტალინს როს ეშინოდა, დახვრიტავდნენ იმას პირდაპირ, ხო? რომ სახელმწიფო სტრუქტურისთვის და ეხლა ლიბერალების მთავარი მამოძრავებელი რა არის? აი სახელმწიფო სტრუქტურამ როგორ უნდა აჯობოს კერძო სტრუქტურას მართვაში. ამას გეკითხება ყველა აი ეკონომისტები რომ მოდიან, მე მეუნებიან. აი რო იცახი რომ სახელმწიფო უნდა გადავცეთ დაუშვათ იყიდოს სახელმწიფო პორტი, აეროპორტი. ეს ხო ვერ მართავს. ეს ხო ცუდი მენეჯერია, ანუ ლიბერალების მთავარი იდეოლოგია რა არის, რომ სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი. ანუ სახელმწიფო აფუჭებს ეკონომიკურ აქტივს და ეს ხო ტყუილია. მაგ თეორიით ასწავლეს ჰაიეკი, ფრიდმანი, მაგას ასწავლიან, რომ სახელმწიფო არის ცუდი მენეჯერი, კერძო არის წარმატებული მენეჯერი. სახელმწიფომ რო შეცდომა დაუშვას, ეს არის დიდი შეცდომა, ამას თუ რაღაც შეეცვალა, მეორე გამოასწორეს, მესამე სახელმწიფოს, ნუ ჩართავთ ამ პროცესში და ესე გაიზარდა თაობები და ისინი თვლიან, რომ ხო კერძო კაცს ხო მეტი ინტერესი აქვს, მეტი უნდა მოიგოს და
მეტი არაფერი არ არის ეს ნეოლიბერალები და მთელი ეს ჰაიეკის და ფრიდმანის და ამათის რო ეკითხები, აი ისმენ ლექციას თქვა ამაცას, ხო და გეუბნება რომ აი აქ არ უნდა ჩაერიო, აი აქ არ უნდა ჩაერიო, თავისუფალი ეს უნდა გაანთავისუფლო, დერეგულაცია მოხდეს. მე სად შედიხარ მართვაში? არა, მე საერთოდ არ ჩაერიო. მოთხოვნა მიწოდება თვითონ დაალაგებს. იმდენად პრიმიტიულად მიიყვანეს და თქვენ ახლა რო ნახოთ რამდენ რაღაცაზე გვაფიქრებდნენ, წეგან ვახსენე რომ ლენინის და იმის ტომები და ამის ტომები რაღაც 1000 სისულელეც გვისწავლია, მაგრამ ის რო თქვათ შენ რაღაც ფართოდ უყურებდი, რაღაც სიღრმეში შედიოდი, პრაქტიკული გამოცდილება იქონდა საწარმოსთან ეს რაღაცა ჩამოგიყალიბდა, რაღაცა ბაზისი ეს იყო. მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში რომ ვაკვირდები ახლა როგორ ამზადებენ, ხო? აი უბრალოდ აი ამ რაღაც ლიბერალური რა ქვია ლოზუნგებით ჭედავენ ამ იმის რა ქვია ეკონომისტებს რეალურად და ახალგაზრდა ადამიანები. მე ეს თქვა მინდა რომ სტალინის მოდელი იყო აგებული ერთ კაცზე და ერთი კაცის ავტორიტეტზე, განუზომელ ავტორიტეტზე და ყველას ეშინოდა. ომში ჯარისკაც გენერალს ერთნაირად ეშინოდა სტალინის და თან უყვარდა და შიში შეიქმს სიყვარულსა, შენი სპეციალობა ეგ ვეფხვის ყავოსნის მიმდინარეობა და ამითი ფაქტიურად ამ ხრუშოვმა მოსპოვეს ყველაფერი და ის ტიპები ვინც ამ შიშში იყვნენ ეს შიში გააქრო და ამ შიშმა რეალურად გაანადგურა გინდა კარგად გამიგეთ გინდა ცუდად ეკონომიკური მარგიქმედების კოეფიციენტი. შიში ცოტა ცუდი სიტყვა აქ, აი ადმინისტრირება და პასუხისგებლობა. ადამიანი რომ ადმინისტრირებაში ხარ ხელმძღვანელი, შენ პასუხისგებლობა უნდა. ეს პასუხისგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, შენიშვნა, ბოლოს შეიძლება დახვრეტაც იყოს, თუ ეხლა გაგიჟდი და იქ რაღაც საოცრებები ჩაატარე, ხო? ეს მოქმედებს საზოგადოებრივ ჩემ ბავშვობაში ისნის რაიონში ვარ დაბადებული გაზრდილი და 26 კომისრების რაიონის ის გახსოვთ თქვენ კობახიძე იყო რაიკომის და დახვრიტეს ეს ახლა იმდენად მოქმედებდა საზოგადოებაზე რომ აი დაიხრიტა კომუნიზმი 70-იან წლებში დახვრიტეს მე მგონი ეს მახსოვს მე სკოლაში ვსწავლობდი ეს რომ გავიგეთ ხო ეს შეიძლება დღეს რაღაცა ველურობასთან ახლოს არის შეიძლება, მაგრამ ნუ ამას ესე იყო აწყობილი, ომში იყო სტალინი, იმას სხვა გამოსავალი არ ქონდა. სხვა შორის რუსი ანალიტიკოსები, რომლებიც აი მის მხარეს იჭერენ ყოველთვის პირდაპირ იძახენ და იყო რამე სხვა გამოსავალიო? თქვენ შეგეძლოთ ამ უწოდინარი და უსწავლელი ხალხისგან რაღაცა მიმართულება მიგეცათ და თვითონ რუსი ხალხიც არ იყო ისე გამსჭვალული იმ რაღაც განსაკუთრებული პატრიოტული და სტალინმა შექმნა ეს სიტუაცია. სტალინმა მოუყარა თავი აი ამ ასე ვთქვათ რუსულ პატრიოტიზმს, რამაც ომში გაამარჯვებინა. ეს ნაწილიც ასე ვთქვათ მისია და ჩვენი აზრი არ არის თვითონ ანალიზებენ და თვითონ საუბრობენ ეს ხალხი ამაზე გასულ. ბატონო გრიგორ, თქვენთან უნდა გადმოვიდე ხა რამდენი სამ და ისაუბრეს ეკონომისტებმა. ასე ახლოს საკითხთან მე არასოდეს არ ყოფილი ვარ. ეხლა დღევანდელ საკითხი რა. იმიტომ რომ მე 70 წელიწადია მოვყვები ამ ეპოქას. 59 წელში დავამთავრე მე საშუალო ესა უმაღლესი სასწავლებელი. და ჩემი უსაყვარლესი და საფიცარი მასწავლებელი პეტრე დასყიდაშვილი მუხრანში იყო ჩვენი ხელმძღვანელი საწარმო პრაქტიკის. მისი ხელმძღვანელი იყო თეს კავშირში ცნობილი დეკაბრელევიჩი, რომელმაც საქართველოს მემცენარეობას ჩაუყარა საფუძველი. ხოდა ეს იყო მისი პირველი მოწაფე. ეს იყო მისი საქმის გამგრძელებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი კათედრა იყო სოფლ-სამეურნეო ინსტიტუტში, ეს პეტრე გამორჩეული იყო თავისი შრომის მოყვარეობით და უნიჭიერესი ადამიანი იყო სხვადასხვა შორის და მაშინ მუხრანში საწყავის სისტემა განვითარებული არ იყო რა სტუდენტობის დროს. ეს არის 13 წელი 14-15 დიდი ბაჩონკები მქონდა ბაჩონკები და ივით ვეძიდებოდი წყალს სტუდენტები და იქ იყო საკვლევი
ნაკვეთები. ამ მონაკვეთში პეაში არის მიწისქვეშა სინოტივე, რომელიც ასაზრდოებს ამ ხორბალს და ზუსტად ხორბალზე მუშაობდა. ამ სინოტივეზე უფრო კარგ მოსავალს იძლევა ეს ხორბალი. თუ პეაში არის 7 თქვათ 8 თუ 5 და 16 თუ რამე ესე იგი რამდენი წყალი სჭირდება ამის განსაზღვრელი არის პეაში. ხო და მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამ წყალს ვიწყობ ჩვენ თვითეულმა ვიცოდით პეაშის განსაზღვრა. იმას თერმომეტრები იდებოდა იმაში და მე რატო ამბობ ვიცი ზოგიერთს მოკიდებენ ხელს და შენ უნდა იყო სამედიცინის ისა მინისტრი. ეს მინისტრი რომ მიხვალ კაცო ავადმყოფი კაცი რომ მივიდა მინისტრმა თუ მიიღო და ეტყვის რომ შენ ეს წამალი გიშველის მინისტრმა თქვა კაცო და შენ უფრო ჯანმრთელად გამოხვალ ხო? ეხლა მე არ ვიცი არ მომცირებ მაშინ არა როგორ შეიძლება დარგის უცოდინარი კაცი დარგს ხელმძღვანელობს რომ ეს გამაგებიეთ რა კაცო ხანდახან რაღაც ბრიყულ კითხვას რო დასურს აი გამაგებიეთ მამალი ძროხა და დედალი ძროხა გაგიგონიათ ამისი თქმელი მინისტრი რომ ხელმძღვანელობდეს დარგს ეს ბუნებრივად ჩამოაყალიბა ამისი თეორია საზღვარგარეთ თუ როგორ უნდა დაშლილიყო საბჭოთა კავშირი და ეს იქედან მომდინარეობდა თორემ იდეოკრატია როგორ მოეყვანათ ხელისუფლებაში ხო თორემ და პირველი მაგალითი მაგის იყო ნიკიტა ხრუშოვი ხო და იქამდე მივალ ხო და ეგრე არ არის ჩვენ ეხლა დარაიონებული მქონდა როგორც ხობლის ჯიშები ისე მოსტეულის ჯიშები ისე კურკოვანები ისე თესოვანები თბილისის გარშემო იყო 25 კილომეტრიანი მწვანე ზოლი 25 კილომეტრიანი თქვათ ნატახტარი იყო იმაში ზოლში მწვანე ზოლში და არ იყო თქვათ მარტყოფი იმიტომ რომ ვერ აგმაყოფილებდა მარტყოფამდე 45 კილომეტრია და ხო არ შედიოდა იმაში ჩვენ სხვა განაყოფში ვიყავით ეს სხვა мотиваცია მქონდა ჩვენ და იმაც კიდევ სხვა და ამ 25 კილომეტრიან ზოლში იყო ის დავალება რომ მას უნდა ის უნდა გაძლიერებულიყო ისე კოლმეურნეობი ამას გეუბნები 50-იან წლებში რომ ქალაქს საბავშვო ბაღებს უნდა ქონოდათ ახალი ძე ახალი ბოსტნეული ახალი ხილი და ქალაქი უნდა დაკმაყოფილებულიყო ამით გაიგე რომ ამ ეს მწვანე ზოლი იმიტომ ერქვა ქალაქის მოსახლეობის გაზრდასთან ერთად საკავშირო მთავრობამ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მიიღო დადგენილება რომ თბილისის გარშემო მწვანე ზოლი გაზრდილიყო 50 კილომეტრით 50 კილომეტრით იმიტომ რომ ვერ აკმაყოფილებდა თანდათან მოსახლეობას ვერ აკმაყოფილებდა ეს ომის შემდგომი პერიოდია და სწრაფად იზრდება ქალაქი ხო და შემოუერთა ახლა ამას მარტყოფი შემოუერთა სართიჭალა შემოუერთა იქ შემოუერთა ეს გარშემო და მოკლედ ავაშენეთ ლილოში 60,000 ტონის ტევადობის მაცივარი თუ დროზე ვერ მივაწოდებდით მაშინ როდესაც მოსავალი ქორფა იყო და ნედლი იყო და იმას ეხლა ვერ ითვისებდა ხო ბევრი მოყავდა ამ მეურნეობებში ხო და ამისი შესანახი მაცივრები სადაც ჭუტას ის არის ეხლა ქარხანა კი არა ტელევიზია გასაგებია მაგ ადრე ქარხანა იყო სამგორში ხო სამგორის ხო პატროსოვს
არა, მადროსოვი არა კაცო, იქეთ იყო ლილოშ. აი, ავაშე და იქ ვიქონდა ეს კომბოსტო, ჭარხალი, ნიური, ესა, რომ შეგვენახა რომ უწყვეტად ქონოდა ქალაქს. ეხლა რა ღირდა? მაგალითად ბადრიჯანი ღირდა 8 კაპიკი, მე ვაბარებდი ამას, მე მეურნეობის დირექტორი ვიყავი, 24 წლის ბიჭი რო ვიყავი მაშინ. რამდენი ხანი იყავი ბატონო გრიგორი? რა? მეურნეობის დირექტორი. 47 წელი. მაღლადეთში. მე 47 წელი ვიყავი, მე აქვიჯექი და ვიღაცა მოდიოდა იქა, კაიგედა ეს. აი იმდენად მომფესდა მე ამ როაირია ყველაფერი, რო შემოდიოდა კაცი, გეგონება რენტგენში უყურებდი, ის მატყუებდა, ის რაღაცას თავისთვის თხოვდა, ჩემთვის არავინ არ შემოდიოდა ჩემ კაბინეტში. ყველა შემოდიოდა იმისაც, რომ რაღაცა წაეღო იქიდან, მეურნეობიდან, ან დახმარებისთვის, ან იმისთვის. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ეს ინვალიდები. ზოგს ხელი არ ქონდა, ზოგი კასტილებით მოდიოდა. ხო და ვეხმარებოდი ყველას. კაცო, ახლა სამამულო ომის ახალდამთავრებული იყო, სახლებს უჩვენებდით ამ 20 წლის თავზე. გამოცხადდა, რომ არც ერთი ომის მონაწილე არ უნდა ყოფილიყო სახკარის გარეშე და მე ვაშენებდით სახლებს. ხო და ხო და ის იმდენად შემაწუხა. ახალგაზრდობის ომის დროსაც ხო აუშენეთ. ამა ისე შემაწუხეს მე ამ ომის მონაწილეებმა, რომ ბოლოს ერთხელ გაბრაზებულმა თქვი, რომ ბოლოს და ბოლოს რა გამიჭიუნეთ ამითი ამ ომის მონაწილეებით და რა მეებით კაცო, მე მამაჩემი ქეთში წერს, მეთქი ვარა, ახლა ხო ჩავყვები ახლა მას, მე მითქვია რომ მამაჩემი ქეთში დაიღუპა მე. მე თქვენი მეურნეობის დირექტორი კი არ ვიქნებოდი აკადემიაში, ანსამბლე ვიქნებოდი, მეთქი და ისე, მაგრამ არ მქონდა საშუალება, იმიტომ რომ ობლად გავიზარდებ. ამით ვიშორებდი ცოტა საღა. ხო, ერთხელაც კაცო მამაჩემი ამდგარა, ხო და არ მოვადგა ამ ჩემი მას კანტორას. სვანეთიდან ჩამოსულა და ვისელოდები რომ ადა კითხეს ახლა სვანი კაცი ვისელოდებიო და ჩემი შვილი არის ახლა ვინ არის შენ შვილი მოგდარი ხარ ჩემი დირექტორი მათგვენი ჩემი შვილი რა სიცილით მერები სულ მეუბნები აფერისტია ჩვენი დირექტორი აი ესეთი მომენტები მაგა მოვლიდა კოლმეურნეობაში დავიწყე მუშაობა კოლმეურნეობაში αλλά ჭელიძე ყავდა ჩვენ ეკონომისტის პროფესორი სოფლის მეურნეობაში ჭელიძე და რო გამოვიდა ბრძანება გამოვიდა 61 წელში რომ ყველა კოლმეურნეობა უნდა გადაქცეულიყო საბჭოთა მეურნეობად ხვალა შემოვიდა ეს ჭელიძე და თქვა რომ დაიგრა სოციალისტური სისტემა ქვეყანა დაიგრა ეხლა ხრუშჩოვია მაინც ეთყობოდა და იგრებოდა ეს დაიგრა რატომ და ამ ეხლა სამამულო ომში გამარჯვების ძირითად მოტივებს რომ აზუსტებენ თუ რამ მოიგო მარტო სტალინი ხო არის ცოდა კოლმეურნეობა მოიგო რამ არმიის კონცენტრაციამ მოიგო ზურგმა რომელიც ამარაგებდა ფრონტს და ამარაგებდა კოლექტივი ძირითადად კოლმეურნეობა და ამარაგებდა და დაამარცხა და მოიგო ომი დისციპლინა 127 ბრძანებამ სტალინის იდეოლოგიამ ბრძანებამ ნიშა გუნაზად ხო და წავიდა ხალხმა და მოიგო ზინოვიევი რომელიც სტალინის დაუძინებელი მტერი იყო და ამერიკაში გაიქცა და იქ 40 წიგნი დაწერა ტომი დაწერა სტალინისა და სოციალიზმის წინააღმდეგ
მე 60 წელში გადმოვიდა მიუნხენში 80-მდე იცოცხლა. ამ 20 წლის განმავლობაში მიუნხენში დაწერა იმ 40 ტომის საწინააღმდეგო 20 წიგნი, რომ სისულელეები მიწერია, გაიგე, იქა კაცო და რაც ჩემი ბავშვობის პერიოდიდან და მერე შემდგომ პერიოდში საბჭოთა კავშირი გავიცანიო, მის მერე სტალინია, გენია, სტალინია ყველაფერი და მეო სტალინისტი გავხდიო. როდესაც ეს ზინოვიევი იყო ჩართული 1940 წელს სტალინის წინააღმდეგ მოწყობილ ტერორისტულ აქტში. ბატონო. აი ეს კაცი გახდა სტალინისტი და მე 75 წელს თავი მოსკოვში გადაიხადა, მინდოდა წასვლა, მაგრამ ვერ წავედი და აი ასეთი პირობები იყო. ეხლა საქმე რაშია? ჩვენ უცხოეთმა მოგვისპო ეს დაგვაშლებია კოლმეურნეობები. კარგი, ეს მართლობითი სისტემა. აი კოლმეურნეობასა და საბჭოთა მეურნეობას შორის რა განსხვავება იყო? კოლმეურნეობაში სტალინმა თქვა, რომ ვინც კოლმეურნეობაში თით ჩაყოფს საქმიანობაში, თითი უნდა მოვაჭრათო. აჭრიდა კიდევ. კოლმეურნეობა თავმჯდომარე იყო იმის და იგი და უკან მიწის კანონი. მიწის კანონი. მიდის თიხვის მეურნეობის დირექტორი ვიყავი და სოკოს ქარხანა მქონდა, სოკოს რესტორანი აუშენებიათ, სოკოს სახლი აუშენებიათ თავრობამ, რომ მოვიდეს დაიშალოს, კარგი ადგილი იყო რაღაცა იქ და მე ხა იქ ვიღაცა ყოფილი მილიციონერი იყო, ცნობილი გვარია, ხო და იმან ახლა ის და დაადო თვალი ამას და ჯავახიშვილს მოაწერია დადგენილებაზე ხელი, რომ ეს სოკოს სახლი გადაცემოდა ცეკავშიც რა. მერე? ხო, მოვიდა ეს ჩემთან, ეხლა ეს კაცია ნიბრეჟნად გადმომიგდო ეს ბრძანება. ჯავახიშვილიაც ეს ცეკას ბიუროსა და მინისტრებს დადგენილება. რომ თუ არა ისე ვაკის პარკს ვაშენებდნენ. ვაკის პარკი ეკუთვნოდა იმას ბაგების კოლმეურნეობას. ხო და ახლოს არ გაიგარეს, რომ როგორ შეიძლება კაცო კოლმეურნეობას ჩამოართვა რამე და ბაღი გააკეთო, ეს საწერია, ეს წარმოუდგენელი ეს. ჩამოვიდა მიქოიანი. ამან თხოვა ნესტორიჩმა კანდიდატ სარგიანმა რომ რამეო გვიშვამდგომლეო რომ აქო პარკი გვინდა გავაშენეთო ქალაქისგან პირა არისო რამეო არა გვაქვს წვანი სივრცე რამე და რაცა კოლმეურნეობის მიწაზე ბაღი გააშენო და ქალაქს მისცეო ეს სტალინის ამას ვერავინ ვერ ეტყვის და ეს ვერ ეტყვიო, გაიგე? ეს გამორიცხულია. ხო და მაგრამ მეო ერთ რამეს გეტყვიო და უნდა დააყენოს სამინისტრო საკითხი, რომ სატყეოს გადასცეს ეს ადგილიო, გაიგე? სატყეოს გადასცესო, რომ ტყის მასივები გაშენდეს აქა, გაიგე? და მეურნეობისა იყოს ოღონდ ის მეორად დაქვემდებარება იყოს სამინისტრო. ამ გზით ესე იგი შევიდა პოლიტბიუროში წინადადება და მიეხმარა მიქოიანი და აი ეს გამარჯვების პარკი იმაზე იყო და თაწმინდაც მასე იყო. თაწმინდა რო გაშენდა, ეგეც მასე გაშენდა, როგორც ვაკის პარკი. ზიური რა ეგრე არ იყო, ჩემ ბავშვობაში მახსოვს იქ გვერდზე ვცხოვრობდი და ის მოსავალი მოყავდა. ზიური თელეთის ის სერიოზული მოსავალი მოყავდა. კოლმეურნეობს ეკუთვნოდა და იმიტომ და სტალინი ვარიანტი არ იყო კოლმეურნეობს მიწები წყაროებში გამოიყენა. ახლა ეს იმან ხო ვაკეთილი და ესე 60,000 ჰექტარი გასარწყავდა სამგორის საწყავის სისტემის მეშვეობით. 60,000 ჰექტარი ისა თბილისის გარშემო. დაწყებული, ესე იგი ჯანდარის ტბაში ჩადიოდა ეს, ჯანდარის ტბაში.
იყოს ზემოსამგორის სარწყავი სისტემა, ქვემოსამგორის სისტემა. ხო და ამას ჭირდებოდა ის თანხა, რაც ჭირდებოდა თბილისიდან ბაქომდე, თბილისიდან ბათუმამდე რკინიგზის მშენებლობას თავისი წიფის ტუნელით. იმიტომ რომ 27 კილომეტრზე მოდის დიუკერებით თიდან თაზე აი ნიშებით არეული ბეტონით 5 კუბამეტრი წყლის გამტარის ეს უზარმაზარი დიდი ის მიდიოდა ტუნელი. თიდან თაზე ეხლაც არის ეს საკითხი მოდი მუშაობს, მაგრამ ეხლა ამაზე მუშაობს. ხო და ეს მოდიოდა და საერთოდ უთხრა ეს ძალიან ძვირი ძებაო კაცო ესო ახლა ქალაქისთვის და ამისთვის ოღონდ მე ამას პოლიტბიუროში ვერ გავიტანო მე იტყვია საქართველოს ამ ხელაფულიო ეხლა ჯერ ქვეყანა რუინებშია ამდან ვერ გავაკეთებ მაშინ ამაში უნდა ჩაგესვათო სტრატეგიული დარგი უნდა მოიყვანოთ ბამბა მაშინ ბამბა სტრატეგიული ეს იყო მიმართულება და ბამბა რასაბოგას საშინელება ბამბა და შეწუხდა ეს ჩარკვიანი რომ ბამბა ვერ გავაკეთებთ ახლა ესე იგი არ გინდაო მაშინ რომ დაგვეხმაროო და რაღაცები ვიგე დაგედა არა უნდა მოიყვანოს ბამბა მაინც ჩაუწერეს გაიგე ამას და სად მოიყვანეს მე ბამბა სად მოიყვანეს და გამოიყვანეს ეს კი ბამბა იყო მე ამის შემოსვლამ გადიდა ეს საწყალო სისტემა შექმნა თბილისის გარშემო მემცენარეობა მეხილეობა ის ხორბალი ეს ყველაფერი ეს ხო და აი მაგ თემაზე მინდა გადავიდე ჩვენ რა უნდა ვქნათ დღეს აი ეხა ეს სტალინის დროს გაკეთდა აი ჩვენ რა უნდა ვქნათ ან 50 კილომეტრიანი ზოლი როგორ უნდა შემოვავლოთ ამ თბილისს ხო თბილისის უზრუნველყოფა როგორ მომისმინე ეს აი ეს შედაგაწერია ისა ხო იმან ირაკლიმ და იმან ხო ეს არის თან ახლა გისმენდი ამას მე ყურადღებით თუსვედი ეს არის ახლა რაც უცხოეთში ისწავლეს და უცხოური ლიტერატურით ისწავლეს ის სიტყვები ის თეორემები ის წინადადებები გეგონება რომელიღაც უცხოურ თარგმნილ წიგნს კითხულობდი ხო რა გვინდა ამისი გადმოთარგმნა და ამისი კიდევ ხელახლა დაწერა როდესაც ჩვენ გვაქვს მაგალითი კაცო მაგალითები რა მაგალითი გვაქვს რა მაგალითი გვაქვს როგორ გამოიყვანეს სამგორის საზღვრების სისტემა როგორ გადააშრეს კოლხეთი როგორ ააშენეს მე მაგალითად თავზე იმდენი თვა არ მქონდა ახალგაზრდობაში რამდენიმე ქალსაფარი ხეთს დავსგე სამგორის მიწაზე ეხლა სად არის სამგორის მიწის ქალსაფარი გახმა მოჭრეს წაიღეს დაჭრეს ისაც ხო გაყიდეს მიწები გაყიდეს გეუბნები ხო და ეხლა რა ვქნათ მე ეხლა მე უნდა წაგიყვანოთ 3-4-ვე უნდა წაგიყვანოთ მე უნდა დაგპატიჟოთ იქა სადაც მე ვქეიფობდი ამ მეურნეობების დირექტორობის დროს გაიგე და უნდა განახო სად რას ვაკეთებდი გაიგე რომ ნათელი წარმოდგენა გქონდეთ რა ქვეყანა დავანგრიეთ რომ მივდივარ ეხლა მე ნინოს მეურნეობის დირექტორი ვიყავი მარტყოფის მეურნეობის დირექტორი ვიყავი მუხროვანის მეურნეობის დირექტორი ახალი სამგორის მეურნეობის დირექტორი ვიყავი დიღმის მეურნეობის დირექტორი ვიყავი ყველაფერი ამის ყიზლარისაც ხო იყავა ნუ ყიზლარი ეს უცოდა დიდი საქმე იყო რამე იყო ეს სხვა კავკასია მეცხვარეობა რამე არის 6 რაიონის დირექტორი ვიყავი 6 რაიონის მდივანი ვიყავი ხო ეს სხვა არის მაგრამ მე გეუბნები აი ამ მემცე და ეხლა რა გითხრათ იცი 41 წელში გიტერი რომ გვიტევდა რაღაცები ხორბალი უკვე იღებოდა მაშინ რა 22 ივლისი იყო და მოსავლის აღება მიდიოდა იმასაც ხადებდნენ
ამან ხო არ გამოაცხადა სანამდე არ დაიბომბა ეს სტალინი არაცხადებდა ამას იმიტომ რომ ქვეყანას უნდა დაენახა რომ როგორ მოულოდნელა დაგვესხადა როგორ შრომის ფერხულში და როგორ დაძინებული ხალხი და დაბომბა გიტლერმა და რაღაცა ამ მისმა დიდმა პოლიტიკამ 41 წლის 22 ივნისის დილამ გადაწყვიტა ყველაფერი რომ თელმა მსოფლიომ აგრესორად იმას ვიდეო გავუშვათ რა ძალიან გთხოვთ იტალიიდან დაგვიკავშირდნენ ადამიანები და გთხოვეს რომ ეს მიმართვა ბატონ გრიშაზე გაკეთდეს გავუშვით ვიდეო ლაქეების ჯგუფი დიდი თხოვნით რადგან თქვენ გაქვთ ამის ყველა ინსტრუმენტი გავლენა ავტორიტეტი დაგვიძახეთ ბატონო გრიშა დააინიცირეთ ბატონო გრიშა რომ ჩავიდეთ იმ ელექტროსადგურის რაღაც რა არის არ ვიცი გორში სადაც არის ეს უდიდესი ყველაზე დიდი პოლიტიკოსი კაცობრიობის ისტორიაში და ქართველი კაცი პირქვე დაგდებული სამარცხვინოთ ბატონო გრიშა გვაწუხებს ეს მოსახლეობას და ძალიან გთხოვთ დააინიციროთ და ყველანი ჩამოვალთ გორში და ძალიან გთხოვთ ფეხზე დავაყენოთ აი დიადი იოსებ სტალინი დიდი მადლობა ბატონო გრიშა წინასწარ დიდი მადლობა უარს არც ველოდები ბატონო გრიშა ვიცი თქვენი შეგნება თქვენი კაცობა და თქვენი ადამიანობა დიდი მადლობა ეს არის ყობა მეტრეველი რომელმაც ჩაწერა ეს მიმართვა და ცირა გეგეშიძეა რომელიც იტალიაში ცხოვრობს 58 წლის ქალბატონი რომლის ინიციატივაც არის ესე და ყველა ადამიანის თხოვნით ვინც სტრიმზე ხართო ეხლა შეკრებილიო ყველაო მზადვართო ხელმოწერაც განმახორციელოთო და ფინანსურადაც მივიღოთ მონაწილეობა კი მომწერა იცით რა არის ეხლა ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი თემაა რომ ამ მიმართულებით გადავიტყვანოთ ჩვენ არა ამ მიმართულებით აი ამას ახლა ჯერ არ გადავშუვალ იმ თემაზე იმიტომ რომ იმდენი მაქვს ძალიან დიდი შესავალები გაქვს და გადაცემას არ ყოფილის რომ აი მომისვიდე უნდა დამთავრდეს მომისვიდე აი რა იყო ეხლა რამ შეგვაფერხა კიდევ ამ ქვეყნის მშენებლობაში დათო გენეცვალი რამ შეგვაფერხა აი სტალინი რას ამბობს სტალინი ამბობს, მე კი არ ვამბობ ამას, ხალხო, სტალინი ამბობს. წინა ნეპის იმ ახალ ეკონომიკური პოლიტიკამ ნეპი რო შემოიღო 18 წელში ეს კაპიტალიზმს ვერ მოეშვეს ლენინი და ნეპი ისევ დაიტოვა. აი ლენინი თუ ხრუშოვი ლენინი კაცო რაც იყო ხრუშოვი 10 წლეული ესე იგი ნეპის 10 წლეული რომ არ დაკარგულიყო ინდუსტრიალიზაციის ჩატარება ნაკლები სიჩქარით და ნაკლები მსხვერპლით იქნებოდა შესაძლებელი 10 წელიწადი ლენინის კაპრიზებმა შეაჩერა საბჭოთა ქვეყნის განვითარება აი წერს სტალინი აგერა სხვა ხედვა არ ქონდა ბატონო გრიშა არ ქონდათ ხედვა და მიიყვნენ ინერციას ბიჭო დაეჯერებია ამ სტალინისათვის კაცო დაეჯერებია ხო და 18 წელში ცარიციაში ჩავიდა 6 ივნის ჩავიდა ცარიციაში ეს გაგზას პურის მოსაგრებლად შიმშილი წყდებოდა მოსკოვი და ხორბალი იქნება გამოეგზავნა ჩავიდა რა ხორბალი რის ხორბალი აქ დედიკინი და ესენი გახურებული ომია სად არის საბჭოთა კავშირი იქა იქ ეს ნეპია გახურებული ყველა თავისთვის იმაშობა მალავს ეს მოყვანილ პროდუქციას იქედაგე ჯარსაჭმელი არა არაფერი არა რა უნდა გააგზავნოს მოსკოვში სადაც ჯარი აქ იხოცება შიმშილი და არა ტყვით ის შიმშილი ადგა და გაუგზანა იმას კაც ვაკ ხორბლის ჩამოძა კი ბატონო რაც იქნება აქ ხორბას გამოგიგზავნით მაგრამ ხორბლის გამო რომ არ არის საჭმელი საქონე ის ჯარისკაცები იხოცება შიმშილით და არა იმითი ტყვიითო რა ხო და ამიტომ აქ მარტო პურის შეგროვება არ გვარა აქ გამომიგზავნე კაცი ვინმე რწმუნებული სამხედრო რწმუნებული რომ აქ დავამყარო სამხედრო დისციპლინა
ერთხელ არაფერი არ უპასუხა ლენინმა. იმიტომ რომ ტროცკია კაცო. გასაგებია, ეგ უკვე. არა, მოყოლილი გაქვს. მოყოლილი მა. ხო, ერთხელ ვორჯერ და მე თქვა რომ მე ტროცკის ნაკუც ქაღალდს არ დავემორჩილები და არ გადავაყოლე ოქტომბრის მონაპოვარსო. ნეო ფასებიო ამ ნეპისაო გავაუქმეო 18 წელს გააუქმა იმან სტალინგრადში ეს ნეპი. ხო და შემოვიღეო ისა მტკიცე ფასებიო, სახელმწიფო ფასებიო. ხო და ხორბალსაც იმის საუბარია ყველა. ვინ შემეწინააღმდეგებაო სამხედრო ისა პროდიუსერებიო, თავებს დავაყრევიებო, ხო და ახლებს დავსვამი და იქ გაისწო ვოროშილოვი, ბუდიონი ისინი და ვის დაუჭირა მხარი ბოლომდე ესე იგი იმეგობდა და ყველაფერი. აი ამ ვითარებაში წავიდა. ეხლა რა იყო? საერთოდ ოჯახიც, ფაბრიკაც, სახელმწიფოც განვითარებას იწყებს პირველადი მოხმარების საგნებით. ჯერ საჭმელს შოულობს, მერე ბინას იშენებს, მერე იმას შობა, მერე ამას შობა. სტალინი აშენებს უზარმაზარ ქვეყანას დედამიწის ერთ მეექვსეზე. მანამდე არ მისცა საშუალება ლენინმა ხო ხედავ რა ევს წერს. ხო და 28 წელს რო განთავისუფლდა მაშინ ეს ნეპი გააუქმა, ყველაფერი გააუქმა, დაიწყო პირველი 5 წელი. პირველი 5 წლის მონაცემით მე გითხავთ რა ხდება? ხო და დაიწყო რით. დაიწყო ციმებრეჭელობით. ციმებრეჭელობით აგეწეგდა. 5 წლიანი გეგმის მიღწევები გასაოცარია. გასაოცარ მოვლენას წარმოადგენს ინგლისური ბურჟუაზიული ჟურნალის რაუნდ ტეიბლის აზრით. 5 წლიანი გეგმის მიღწევები გასაოცარ მოვლენას წარმოადგენს. სატრაქტორო ქარხნები ხარკოვსა და ლენინგრადში, ამოს საავტომობილო ქარხანა მოსკოვში, საავტომობილო ქარხანა ნიჟნი-ნოვგოროდში, ნეპრის ჰიდროელექტროსადგური, გრანდიოზული ლითონის ჩამოსხმელი ქარხნები მაგნიტოგორსკსა და კუზნეცკში, მანქანების საამშენებლო და ქიმიური ქარხნების მთელი ქსელი ურალზე, რომელიც სამთა რურად იქცეა, ყველა ეს და სხვა სამრეწველო მიღწევები თელ სახელმწიფოს მოწმობენ რომ როგორც არ უნდა იყოს სიზნელები საბჭოთა მრეწველობა იზრდება და მაგრდება როგორც მცენარე რომელსაც კარგად წყავენ 5 წლიანმა გეგმამ საფუძველი ჩაუყარა მომავალ განვითარებას და უაღრესად გაადიდა საბჭოთა კავშირის სიმძლავრე. ეს არის 28 წლიდან ეს დაწერილია 31 წელს. 31 წელში გამოვიდა მოხსენებით პირველი 5 წლის შედეგები. აი აქ რაც არის ჩამოთვლილი, ამ ქარხნების სიმძლავრით არ მუშაობს დღეს რუსეთის მრეწველობა. რუსეთი თავის თავს მიხედავს. ჩვენ რა ვქნათ? არა, მიხედავ. აი წარმოიდგინე, აი ეს აშენა 4 წელიწადში და ამით გუთანი ღირდა, გუთანი 7 მანეთი. ეხლა სახნისი ღირს მაგის რომ მიაბა, სახნისი ღირს 27 და 30 და 40 მანეთი. ბუნებრივია გასაგებია. ხო, ამიტომ სანამდე არ ეკნებოდა ამას ქვეყანას ვერ განვითარებდა, ამან გააკეთა მერე ყველაფერი ამაზეა ეწყო, კომბაინები ისინი ესენი და ქვეყანა დააყენა გზაზე. და შექმნა უზარმაზარი. ეგ გასაგებია, მოგმართა ადამიანმა და პასუხი უნდა გაცე ახლა და გადავალ მერე და. შენ უნდა გასცე მაგაზე პასუხი, იმიტომ რომ შენ ახლა არა, ის ახლა მოგივა შენ წერილი იქა იმაზე, წუხელ მიწეს. შენ მოგმართა ჯერ და მე წერილი რომ მომივა მერე ვისაუბროთ იმაზე. რას გასცენ პასუხს კალბატონ ციურის. აქ მე ვარ ისა კალბატონ ცირა გეგეში. არმიის გარეშე სარდალი, გაიგედა? სარდალი არის ეს კაცი, რომელსაც აქვს თავისი საინფორმაციო საშუალება, რომელსაც აქვს ესე იგი ხალხში გასვლის უფლება. მე ხალხში გასვლის უფლება არ მაქვს. ერთი სიყვარული წამოვწეს დამიჭერენ. გაიგე? ამიტომ ეხლა მე მგონია წუხელ მითხარით თქვენ რომ
გაერთიანებულ წელს გამოუგზავნით ამას, ხო? გამოუგზავნეთ, რომ ეს გავხადოთ ჩვენ, საერთოდ, აი ესენი ყველა მინისტრად დამუშევრები ხალხი აქროზიან და ისიან ყველა სტალინის გამოზრდილი ხალხი ესენი იმათი იდეებით, თვალ იმას ვერ მოესწრენ ესენი. ხო და ამიტომ მე ყველა ერთნაირად ვეცდებით. ერთნაირად ყველას ტკივა გული. მანდ თქვენ კი არ ტკივათ, ვინც ემიგრანტები ხართ, არამედ როგორ გადავწყვიტოთ ეგ საკითხი ხა? დევს სტალინის ძეგლი, ხო, თავდაპირა, ნანახი გაქვთ ყველა, ხო, სამარცხვინოა და არ ვიცი, ხელისუფლებას უნდა მიმართოს სტალინის საზოგადოებამ ალბათ, რომ ამ მიმართულებით ეს ნაბიჯი გადაიდგეს, ეხლა. მე არ ვიცი, ეხლა სტალინმა რა დააშავა ისეთი, რომ მისი ძეგლი არ უნდა იდგეს მის სამშობლოში. აი, ვერ გავიგე. ხრუშოვმა არ მოხსნა, კაცო, ხრუშოვმა არ მოხსნა. ხო, მაგრამ ხრუშოვი ხო არ მართავს ეხლა კაცო საქართველოს. არა, ხრუშოვმა არ მოხსნა, კაცო, როგორც ეროვნული გმირი უნდა იყოსო იმ რაიონშიო, ის ძეგლიო. თარგამაძე მოხსნა. ხო და გივი თარგამაძე მეტია ეხლა კაცო, იმაზე ხრუშოვზე. ხო და აბა ხელისუფლებას მოუწოდოთ, რომ იქნება ამ თვალსაზრისით რაღაც ნაბიჯი გადადგას და თქვენ თანხები არ დაგჭირდება ძვირფასო ხო, რა თქმა უნდა. ხალხი თვითონ შეაგროვებს იმ ფულს, რომელიც ამ ძეგლის თავის ადგილზე დასაბრუნებლად შეიძლება რომ მოხერხდეს. დარწმუნებულა ლარობითაც რომ შეგროვდეს თანხა, იმდენი თანხა შეიკრიბება, რომ ეს ძეგლი მივა და თავის ადგილზე დადგება. ძალიან ბევრი ტექნიკაც დაგვეხმარება, შეიძლება უსასყიდლოთაც დაგვეხმაროს, მთავარია იყოს თქვენი მხრიდან ამაზე მზაობა. და ინიციატივა რომ იქიდან წამოა უფრო კარგი. მუზეუმია გორში. და რატო არ უნდა იყოს ეს ძეგლი ვერ ვგებულობ, ამიხსენით რა. როგორც მუზეუმის ნაწილი ბოლო-ბოლო რა. რა თქმა უნდა, როგორც მუზეუმის ნაწილი. რომელიც ჩამოა უამრავი ტურისტი და სურათს გადაიღებს იმ ძეგლთან რა. მე ჩინელებმა მითხრეს საერთოდ. ჩვენ რომ ჩამოვდივართო საქართველოშიო. მინისტრის მოადგილე მითხრა ჩინეთის. ჩვენ რომ პირველ რიგში ჩავდივართო გორშიო. რომ სტალინის სახლ-მუზეუმი ვნახოთო. და ძალიან გვიკვირსო, რომ ძეგლი არ ადგასო. ჩინეთში დგასო სტალინის ძეგლიო. და თქვენთან ძეგლი რატო არ ადგასო? მეკითხებიან. ევროპის ქალაქებშია ქუჩებს ქვია სტალინის სახელი. ხო, რა ვიცი ახლა ავსტრიაში დგას სტალინის ძეგლი როგორც ავსტრიის გამანთავისუფლებელის. რამე ხდება განსაკუთრებული? ბატონო მალხასი. ნახეთ ამ ადამიანის ფენომენი როგორია? მე არ მინდა რომ განვაცხადო მიყვარს თუ მძულს, ამას დავანებოთ თავი. მე მინდა შეფასება გავაკეთო როგორც ისტორიული ფიგურის, რომლის მასშტაბები შეუდარებელიც კი არის რა. ადამიანი გარდაცვლილია უკვე მერამდენე 10 წლეულიდან. ვერც დასავლეთის სამყარო და ვერც რუსეთის ხელისუფლება ვერ ბედავს მისი სახელის ხსენებას, კაცო. ესე იგი წარმოგიდგენია? ესე იგი მის მიმართ იმ ადამიანებს შური, შიში, ვერ შედარება, ყველაფერი მათზე მოქმედებს, ვერც კი ედრებიან. ბერლინთან იდგა 3 წელიწადში და 10 თვეში და დაამარცხა ამხელა ფაშიზმი. 4 წელზე მეტი გავიდა. სოფელს ვერ იღებენ რუსები უკრაინაში, კაცო. და ქალაქს ვერ იღებენ. ხო და იმას გეუბნები. ზულთ ეს ადამიანი. სოფლიო მასშტაბით ზულთ, იმიტომ რომ ვერ ედრებიან მის ძალას, მის სიკეთეზე არა მაგ ლაპარაკი და ბოროტებაზე, კაცო, არა ვატახლა ჩვენ შემფასებლების სხვა ადამიანებისა რა. ლაპარაკობთ პოლიტიკურ მოვლენაზე რა. და ასეთ შემთხვევაში რუსეთშიც კი ადლიერი ხალხი ბევრია, ყვავილები მიაქვთ ყველაფერი, მაგრამ ხელისუფლებას ზულს და ეს სიძულვილი ჩათვალეთ რომ საქართველოსაც გადმოდის რა. კიდევ სხვა რამის გამო ზულთ ვარ ჩვენ სოფლიოში, მაგრამ დავანებოთ ახლა მაგას თავი. ისე თქვა მინდა, ბატონო მალხას. ჩვენ აი ახლა დღევანდელ საუბარში გავიგე რა, როგორია თურმე ხიდები თაობებს შორის რა. მე მოვყევი, რომ პეტრე ნასხიდაშვილი გარდაცვალებამდე 2 წელიწადნახევარი, აი როგორ თხოვნით მოვიდა, უკვე კაც ძალ არ ქონდა, სისტემა აგვიწყო საცდელი მეურნეობები და თურმე კაცო, ბატონი გრიგოლი საცდელ მეურნეობაში მისი მოსწავლე ყოფილა, კაცო, წარმოგიდგენია? ის კაცი 14 წელს გარდაიცვალა. 2014 წელს გარდაიცვალა, ვიყავით ახლა მე და გოჩაც ვიყავით გასვენებაში და ოჯახი და პატივისცემა და დიდი ხოც ახლა უფროს კაცთან როგორი პატივისცემა შეიძლება იყოს რა. და თურმე ბატონ გრიგოლს მასთან დაუწყია ამ ყველაფრის გაცნობა როგორ უნდა ყოფილიყო. საცდელი მეურნეობა, სადაც ყველაფერი უნდა იცლებოდეს.
და ჩვენ ამაში ფულს კი არ ვხარჯავდით, ჩვენ ამისთვის ფული არც გამოუყია ბიუჯეტ ჩვენთვის. აი გეუბნებით ენთუზიაზმის, როცა ვიყავით სამინისტროში რა, ენთუზიაზმით იყო გოჩა სტრატეგიას როწერდა და ენთუზიაზმით კეთდებოდა ყველაფერი. არც კი არ მოგვითხოვია ბიუჯეტი. რა ხდება? ბატონო ახლა ვიტყვი ძალიან შემაჯამებლად გადაცემის ბოლოს ხომ აქეთი 2 წუთი რომ თქვა პრობლემები რა თქმა უნდა. ჩვენთან 9 წუთი დაგვრჩა და ყველა უნდა მოასწრო. აი 2 წუთში 3 წუთში ჩავეტევე მაშინ რა. პრობლემა დარგების ტერიტორიული პრობლემა თქვენ ბრძანეთ. გარდა ამის არსებობს სისტემური პრობლემები. გოჩამ ბრძანა. მიწას პატრონი არ ყავს, გოჩამ თქვა. ანუ კანონი არ არის, კოდექსი არ არსებობს. ასეთი ქვეყანა დედამიწაზე არ არის. მიწას კანონი არ გააჩნია, კაცო. აბა. ერთი პრობლემა. მეორე მიწას რო არ გააჩნია კანონი, არც პატრონი არ გააჩნია, ხელში ჩაიგდო ამ სამხედრო დივერსიულმა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და მიწას ეყრობა როგორც ჯარც. ის ხიდის უცხოელებზე მოდი არ ვილაპარაკოთ რა. გინდა ქართველებზე გაყიდული მიწა ვთქვათ რა. არ შეიძლებოდა კოლმეურნეობიდან 1 ჰექტარის კი არა კვადრატულ მეტრს ვერ აიღებდი სხვა რომელში გამოგეყენებინა. ეს იგივე ჩარხია. როგორც ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა ქარხნები და ჩარხები და აგურები და ვეღარ ვაწარმოებს. სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვა ნიშნავს, რომ შენ ჩარხს ხიდი, წარმოების საშუალებას ხიდი თუნდაც ქართველზე. ქართველმა როცა შესახნავს ესეა და გადაუყვანდა სასახლეს აიშენებს იქ არ შეიძლება კაცო შემოსავლის წყაროა ეს მიწა არის ჩვენი ადამიანების შემოსავლის წყარო არა აქვს უფლება არც ქართველს არც სიმსოფლის მაცხოვრებელს რომ ის მიწა თავის საკუთრებაში გადაიყვანოს იქ სახლი ააშენოს და იცხოვროს ბედნიერად ეს არ არის უბედურება ქვეყნისთვის კაცო კერძო ადამიანების ბედნიერება ამიტომ ეს არის პირველი პრობლემა. მეორე, პასუხისმგებლობა სოფელზე არავის არ აკისრია. მიწა ვთქვი, პასუხისმგებლობა. 4 სამინისტროშია გაბნეული საკითხები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობა სახელწოდებაში აქვს მარტო, სოფელზე პასუხისმგებელი არ არის? არა. ეს ახალი სამინისტრო რო შეიქმნა, გოჩა აკრიტიკებს ხშირად, რა ქვია, არც კი ვიცი, კაცო, რეგიონოს იმას რა ევალება თვითონაც არისიან, არც იმას არ აქვს სოფლის მიმართ პასუხისმგებლობა, არც რაიონის გამგეობას გააჩინა პასუხისმგებლობა, არც ინფრასტრუქტურას არ გააჩინა, ხიდი შეიძლება ააშენოს, მაგრამ სოფელი რო კვდება და რო არ უნდა მოკვდეს, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოში არავინ არ არის. ამისთვის გასაკეთებელი რა არის? ნაბიჯი პირველი, სოფელს დაუბრუნდეს სტატუსი, დღეს მას გააჩნია მარტო ფირნიში, რომ ეს სახელწოდება არსებობს. სტატუსი ნიშნავს იურიდიულ უფლებას, მას გაუჩნდეს თავისი ქონება. ქონება არის მიწა, სახნავსათესი და ასევე საზოვრები და ასევე ტყე, რომელიც მის სარგებლობაში გადავა. სოფელმა რო სულ არ მოინდომოს, მაგალითად არ უნდა მუშაობა და შრომა და ყველას უნდა იწვეს სახში, ხო? ეს მიწა უნდა გააქირაოს ვიღაც ფერმერზე, გინდა უცხოელი იყოს, ბატონო და გინდა ქართველი იყოს, გააქირაოს და ქირა მაინც შემოუვიდეს იმ სოფელში, კაცო, როგორ შეიძლება რომ სოფელი შემოსავლის წყარო არ გააჩნია? სოფელი კვდება საქართველოში. სოფელის სიკვდილი ნიშნავს საქართველოს დამთავრდება რამოდენიმე ათწლეულში. და ამას ყველაფერს კიდევ ემატება ის რომ ამ ყველაფერისთვის სოფელები შენდება ამ ტერიტორიებზე. პასუხისმგებლობა უნდა გამოსწორდეს საქართველოში. სოფელს აღუდგეს სტატუსი, გადაეცეს ქონება და ცენტრალური ხელისუფლების რგოლები მას დაეხმარონ მიმართულებებით, ეკოლოგიის მიმართულებით, მაგალითად, იქ ნიადაგების მოვლის კუთხით და ყველაფერს კუთხით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ამისა ჩვენთან არის ასეთი მომენტი რომ ამობენ რომ მაღალი ხელფასებიაო. მაღალი ხელფასი შეიძლება ქონდეს 20% საქართველოში. 80% ხელფასები ძალიან დაბალია. 1000 ლარზე ნაკლებია გადამადამიანებს. ისინი ადამიანები არ არიან. პენსიონერები 800 გასწევს, გასო. იმათ შემოსავალია. მე 400 ლარი უნდა ვქონდეთ. სირცხვილია, კაცო, 400 ლარი ფული აღარ არის, არაფერი აღარ არის საერთოდ რა. სტალინის დროს რა ხდებოდა მაგალითს მოვიყვან, აი პრემიერების საკითხი რა იყო და არტელები რომ ბრძანა ბატონმა მალხაზმა. კაცო, ადამიანს პირველ რიგში ეძლეოდა პრემია. ის ხელმძღვანელი პრემიას ვერ მიიღებდა. მე ხრუშჩოვმა გამოატრიალა ყველაფერი, დირექტორი იღებდა ხელ პრემიას და მე პატარ-პატარა ნაწილებს ურიგებდა, ვინც გამომგონებელი იყვან, ვინც კარგად მუშაობდა. პრემია რაში გამოიხატებოდა? მაგალითად, ვაწარმოებ უთოს 5 კილოგრამია. თუ მუშა ან ინჟინერი შემოიტანდა წინადადებას რომ ხარისხი იგივეა მეტია და 5 კილოგრამი კი აღარა 4 კილოგრამია 500 მანეთი პრემია იყო უთოს გამოშვებიდან ბატონო. წახალისება საქართველოში არ არსებობს. ხელფასები ძალიან დაბალია და ჩვენ უახლოვდებით მონათფლობელურ წყობას, როცა მშრომელ ადამიანებს მომსახურეობის სფეროში, მიწაზე, ქარხნებში საქართველოში უფლება არაფრის არ გააჩნიათ, ხელფასები არ გააჩნიათ. ჩვენ გადავდივართ გაუგებარ წყობილებაში, აღარც კაპიტალიზმია, აღარც მონათფლობელობა, აღარც ფეოდალიზმია, სრული ქაოსია ეკონომიკაში რა. ამიტომ ამას ყველაფერს მოსასრიგება ჭირდება. ბატონო გოჩა. მოკლედ
დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სტალინის ეკონომიკაზე და რატო გახდა ეს აქტუალური და რატოა მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ ამ პერიოდში რაც გაიარა მსოფლიომ, რა მაგალითებიც იყო განვითარების, ერთ-ერთი კლასიკურად საინტერესო მაგალითია. იყო ევროპაში რაღაც, იყო შეიძლება ამერიკას, აგერ ჩინეთის მაგალითი, სამხრეთ კორეა და ბევრი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო მაგალითი. ნახეთ, სტალინმა იწინასწარმეტყველა გადაცემის წინ მე და ბატონი გრიშა რომ საუბრობთ, იქ უთხრა გავახსენე, რომ აი ის მისი წინასწარმეტყველება სადამდე შეიძლება მივიდეს კაპიტალიზმი და როგორც ჩიხში შევიდეს. მთელი მსოფლიო დღეს ხედავს, რომ კაპიტალიზმი რეალურად ჩიხშია. ამ პროცესს ჭირდება გადაწყობა, ამ პროცესს ჭირდება ცვლილება, ამ პროცესს ჭირდება მეტი სოციალური ხაზი, მეტი ადამიანური ხაზი. პროცესი დღეს ესეთ მონოპოლიურ, ოლიგოპოლიურ სქემაშია და დაიწყეს ლაბა deep state და ესეთ ვიღაცა მართავს, გარედან მართავს. აი ამ ძიმე რეჟიმში შევიდა პროცესი და ამის მაგალითი, ამის საპირწონე თავის დროზე შექმნა სტალინმა, როდესაც თქვა, რომ ქვეყანა განვითარდება. ამ გზით კი, რაც სიღრმეში შევალთ იმ საბჭოთა კავშირს, იმ სოციალიზმს, აქვს თავის სიმძიმეები, აქვს თავის პრობლემები, თუმცა ჩვენ ვართ ცოცხალ რეჟიმში. აქ ყველაფერი უნდა იცვლებოდეს, აქ ყველაფერი უნდა ვითარდებოდეს, აქ ყველაფერი უნდა ლაგდებოდეს, ყველაფერზე უნდა იყოს დღევანდელი გადმოსახედიდან აზრი და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა დაუკავშირო მაინც აი დღევანდელ ჩვენს ყოფას და იმიტომ ვლაპარაკობთ ძველზე, რომ ერთის მხრივ ეს ადამიანი ქართველი იყო და ქართველებმა კი არა, მთელმა მსოფლიომ აღიარა როგორც გენიალური, ასე ვთქვათ, მხედართმთავარი და გენიალური მმართველი და ეს ერთი მომენტია. მეორეა იმ მექანიზმში და იმ ადმინისტრირებაში თუ იმ მართვაში კარგად ჩახედვა, როგორ მოახერხა, როგორ დასვა ეს, ასე ვთქვათ, საკითხები და როგორ გადაჭრა და გადაწყვიტა და დღევანდელი გადმოსახედიდან ეხლა ხო ჩვენ გვჭირდება ამ პროცესში აქტიურობა, ჩვენ გვჭირდება ამ პროცესში გამოსავალის მოძებნა, ჩვენ გვჭირდება რაღაცა საქმეზე თუ თემაზე თუ გეგმაზე ჩაჭიდება. ეს არის ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი, იმიტომ რომ გარე პოლიტიკას ჩვენისთანა პატარა ქვეყანა მიმართულებებს ვერ მიცემს. ჩვენ ამ ასე ვთქვათ ჯანჯღარში, ამ რაღაც მიმართულებებში თუ ტრაექტორიებში უნდა ვეძებოთ ჩვენი თავი, მაგრამ ის რომ რა რესურსი და შესაძლებლობაც გვაქვს, არ ვიძახი სტალინის მასშტაბებზე, კაცო, არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი ადამიანის მოქმედებაზე, ადამიანის ჩამოყალიბებულ, ასე ვთქვათ, პროგრამაზე და კარგია რომ ახსენეთ ახლა ლენინზე რაც დრო გადის მეც რაღაცეებს რო ვკითხულობ ხო უფრო წმუნდები რომ ეს იყო აბსოლუტურად ბუტაფორა არავის არ ქონდა გეგმაში არანაირი საბჭოთა კავშირი არანაირი თვითკმარი აბსოლუტურად არ იყო ეს გეგმა სექსუალური რევოლუცია ის სიგიჟეები სექსუალური რევოლუცია და არაოჯახი ეს იყო ექსპერიმენტების ქვეყანა და ადამიანმა მოინდომა და შექმნა ქვეყანა ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან რას მინდა რომ დაუკავშირო ნახეთ თუ არსებობდა გეგმა და იმ ნეპის შემდეგ ადამიანმა დაისახა მიზნად ინდუსტრიალიზაცია, კოლექტივიზაცია, კარგად ახსენეთ თქვენ ის სამეურნეო საკოლმეურნეოს ვინ შეეხებოდა ჩვენ ესე უნდა შეგექმნა სოფლად კოოპერაცია ან სოფლად კლასტერი ან ამ ადამიანების გაერთიანება, მაგრამ ვერ მოვაბით თავი ამ ყველაფერს ეს მოგვდა ჩვენ ჩვეულებრივი მომენტი იყო ის კაცი მოგვდა ბატონ გრიშა აი რა მინდა იცით მე დღევანდელი გადმოსახედიდან ეხლა შევეხეთ თქვათ სოფლმეურნეობის პოლიტიკასაც რეგიონებსაც ნახევარი წუთი და აი დავასრულებ ეს აზრი მინდა რომ უბრალოდ ითქვას ნახეთ ჩვენ დღეს ბატონ მახას რეალურად ხო არა გვაქვს ეხლა აი ესეთი ჩაჭიდებული და შედეგზე განსაზღვრული ყველა მიზანი რო ჩანდეს იგივე აი მაგალითად შუა კორიდორის სტრატეგია ჩვენ გვაქვს ეს შუა კორიდორის სტრატეგია რეალურად ქვეყანას ხო შეიძლება კონდეს სადაც აი ესე იერარქიულად ჩამოყვებით ზღვის რკინიგზის ავტომობილო ყველაფერი იქნება და იქნება პასუხისგებელი ადამიანი ვინც გამოვა და თავიდან ბოლომდე იერარქიულად სად ეშლება ხელი, სად სახელმწიფოს როლია საჭირო, სად კერძო ბიზნესი ელაპარაკებიან. აი რეალურად ამ შემთხვევაში მე ვიქნები დათო თუ თითოეული თქვენთაგანი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი თუ მკვლევარი, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ.
ესეთი ახლა გაცილებით მეტი შემილია ამ რეგიონულ პოლიტიკას და აგრარულ პოლიტიკას. შემდეგ გადაცემებში. ბატონო გრიშა, ზუსტად 1 წუთი გაქვს და ამ თემას შეეხეთ, ამ ძეგლის დაბადებას ძალიან თხოვდა. მე დიდი მადლობა. ჩემო უცხოელო დებო და ძმებო. თქვენი დავწყებული საქმე აი ხო ხედავ როგორ მიესალმება ჩვენი დირექტორი აქა ხო და მივაძვეთ ამ საქმეს ერთად ძალიან დიდი მადლობელი ვართ ამ ყურადღებისათვის და ველოდებით თქვენგან დაწყებული საქმის გააქტიურებას და ჩვენ აქ რაც შეგვეძლება აგიტაციით, საქმიანი მოძრაობით, მიმართვებით ამას ჩვენ გავაკეთებთ აქა და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ეს იქნება თქვენი დამსახურება რო იცით. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებელო და რადიო მსმენელებო, გამოგვეხმაურეთ თქვენი აზრი გამოთქვით.